ბიზნესი რო დავიწყეთ, მე და ჩემი პარტნიორი ხშირად დავდივით ხოლმე და ვიძახდით, რომ ჩვენ ბიზნესმენები კი არა ვართ, ფულის კეთება კი არ ვიცით, ჩვენ საქმის კეთება ვიცით, ჩვენ პროფესიონალები ვართ. იმიტომ რომ წარმატება ძალიან მინდოდა და ფული ცუდი იყო ჩემს საქმეში. ასე გავიზარდე, ფული ხელის ჭუჭყია, ფული ადამიანებს აფუჭებს, ფული ბოროტება. ფული ვერ გიყიდის ბედნიერებას, ხო არის გამოთქმა? ანუ ინსტრუმენტი არა ფული. და ზოგადად როგორ შეიძლება ფული ან ცუდი ან კარგი იყოს ამ თვისების მატარებელი. ანუ ეგ იგივეა, რომ ატომი ცუდია თუ ენერგიის წყაროა თუ სიკვდილის იარაღი. დავიწყეთ. წავიდა დღეებში გივი. გაგიმარჯვოთ. მივესალმოთ ჩვენ მსმენელსაც და რაც თავარია ჩვენ სტუმარს, თიკას. ეგ აუცილებელი ამბავია. დღეს განსხვავებული ფორმატი გვაქვს. გავაგრძელებთ ეგეთი ფორმატით მუშაობას, გვეყოლებიან სტუმრები. დღეს ჩვენი სტუმარი არის თიკა რუხაძე, რომელიც გარდა იმისა, რომ არის საოცარი ანტერპრენერი ქალი, არ ჩამოვთვლი შენ რეგალიებს, მე ხალხი დასერჩავს თვითონ იპოვიან. რაც ჩვენთვის თავარი არის ჩვენი მეგობარი და ჩვენი საყვარელი ბიზნესის გულის, ქართული გამოცემის წინა სიტყვების ავტორი. კი ბატონო. ჩვენიერი. მანამ სანამ ლაპარაკს გადავალთ, მე მინდა რომ ვთხოვ ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურეთ, გვისმინეთ და მოიწონეთ ჩვენი ვიდეო და თქონდა გვექნება რომ ჩვენ რო გავაგზავნოთ ეს საქმიანობა და ასე ვთქვათ, ხარდაჭერა თქვენი შეიძლება საკმაოდ მარტივია რა. უბრალოდ გვინდა რომ ვიდეო დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. მაგალითად, ძალიან დიდი მადლობა წინასწარ მაგაში. თუ კიდე დააკომენტარებთ, ეგ ხო საერთოდ გადასარევი იქნება. ხო, არა, ნუ სალცახად. ჩვენი ხარდება ძალიან. თიკა როგორ ხარ? მე ვარ ძალიან კარგად და მინდა რომ მივესალმოთ თქვენს მაყურებლებს. ძალიან მიხარია რომ პირველ რიგში მერგო პატივი რომ წინა სიტყვაობა დამეწერა და პირველი სტუმარი რო ვარ, ესეც ძალიან მიხარია და ერთი სული მაქვს რომ გავაჩაღოთ თემაზე საუბარი. მადლობა. მიხარია რომ მოხვედი და დაგვთანხმდი და მიხარია რომ ამ ნაწილში გადავიკვეთეთ და თანამშრომლობთ, იმიტომ რომ განსაკუთრებული როგორ თქვა, ხედვა და ჩვენ ტვინწყობით გადავთარგმნეთ, მაინდსეტის ადამიანი ხარ, ასე ვთვლი მე, ხო, ტვინწყობის ადამიანი ხარ და ის ციგნი რო თარგმნიდით, მაშინაც თითქმის უალტერნატივა იყო ისთვის უნდა შეგვეთავაზებინა წინა სიტყვაობა და იხაც გონია რომ ამ ციგნის საუბარზე, ამ ციგნით შთაგონებული იდეებზე საუბარზე, ნუ შეუძლებელი იყო რომ შენთვის არ გვეთხოვა მოსვლა და პირდაპირ გადავიდე, მოდი ხო, რაც მაინტერესებს და მე პირადად შენთვის რაც შეიძლება მეორე ეპიზოდში მსმენელიც მიხვდა და ყველა მიხვდით რომ ძალიან ის არის ჩემთვის ნიშნულოვანი თემაა რომ რაღაცნაირად გავერკვე რა, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდი. მოგეთ მილტონ ფრიდმანმა თავის დროზე დაწერა და თქვა რომ ბიზნესის მთავარი და ერთადერთი სოციალური პასუხისმგებლობა არის მოგების გაზრდა. შესაბამისად აქციონერთა აქციების ფასის ღირებულების მაქსიმიზაცია აქციონერებისთვის. და მე მაინტერესებს შენ როგორ ფიქრობ? ეგრე არის თუ არა? და არის თუ არა ეგ მთავარი არსი ბიზნესის? ეს არის ძალიან მართლა საინტერესო კითხვა და მე რომ ვუსმენდი თქვენს მეორე პოდკასტს, გულისყურით გისმენდით. და ვფიქრობ, რომ ბევრ რამეში გეთანხმები, შენ მსჯელობაში მოკყვები, მე ვფიქრობ, რომ ბიზნესის მიზანი არა, მე უფრო ვიტყოდი, რომ ფუნქცია არის დოვლათი შექმნას და დოვლათი შექმნას აქციონერებისთვისაც და დოვლათი შექმნას მისი მომხმარებლებისთვის, კლიენტებისთვის, ხო? მიზანი მაინც ხო რა მე მგონია. ანუ მანქანამ რო იაროს, ეს არის ფუნქცია, მაგრამ სად მივიდეს, ეს არის მიზანი. ანუ აი ესე განვასხვავებდი რა. ან თუ არ დადის ეს მანქანა? ეხა სანამ აქ საერთოდ ცოტა უცნაური მგონია რა. აი ეს საკითხი რა, საზრისის საკითხი ბიზნესში და ბიზნესის ფუნქციის საკითხი ცოტა აკვიატებულ აზრად გადამექცა, ოღონდ არ ხუმრობ და არ ვაზვიადებ. აი არ გავა ალბათ კვირა რომ რაღაცა მიზეზის გამო ძირთად ეს არის რომელიღაცა წიგნში ან პოდკასტში ეს იდეა წამოჭრილი და ეგრევე ვიწყებ ფიქს რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საუბრობთ ახლა მე და ლევანიც და ისეთ თემა ესეთი ძალიან მკვეთრი და ნათელი არგუმენტაცია ჩემი ხედვის არ მაქვს და მე რო ვფიქრობ ჩემი ხედვის მკვეთრი და ნათელი ხედვაც კი არ მაქვს, ესე რომ შევხედოთ. ეხა ეს რამ მაგალითიც მოვიყვანე მანქანის რა, აი უცებ მაგრა ავინთე, მაგრა მომეწონა, იმიტომ რომ აი ვზივარ და ვფიქრობ რა, აი რამე კარგი მაგალითი მომაფიქრებინა, რომ ჩემი ხედვა გავამყარო. ეხა მე ძალიან მომეწონა შუდოგრო არის Phil Knight-ის Nike-ის დამფუძნებლის წიგნი რა, იქ სრულიად მოულოდნელო, საერთოდ არ ველოდებოდი იმ წიგნში რომ ამ თემაზე მივიდოდით.
ბოლოსკენ უკვე მოყავს მაგალითი სისხლში თეთრი სხეულების ფუნქციის მაგალითი და სისხლის ფუნქციის მაგალითი, აი რაღაცნაირად რაოდენს აუცილებლად უნდა იყოს სწორ ფორმულებას ვერ ვიხსენებ. ანუ რაღაც სიგიჟე რო არ თქვა, არ მახსოვს სწორედ როგორ არის. მაგრამ ნუ იდეა ის ხო რომ ხო, იდეა ის ხო რომ სისხლის ფუნქცია არ არის თეთრი სხეულების შექმნა. ანუ სისხლის საზრისი არის ადამიანი ამოძრავოს რა. ის არის ბაიპროდუქტია რა, გამახსენდა ახლა როგორ ხსნის მაგას. ანუ თეთრი სხეულების შექმნა არის ბაიპროდუქტი და ნუ იდეაში მაგას ამბობს ეს კაცი, რომ ფული არის შენი საზრისის, შენი მთავარი ფუნქციის კეთებას რაც მოყვება თან რა, თუ სწორედ აკეთებ და წინა რომელიღაცა ეპიზოდში საუბრობდით, თუ გამართული ბიზნეს მოდელი გაქვს, იდეაში შენი საზრისის კეთება ფულს უნდა აკეთებდეს ულაპარაკო და აუცილებლად. ამიტომ მომწონს პალაცემული ჟოლის მიდგომა, რომ ეს იმპერატივია. ანუ თავარი და მეორე ხარისხოვან კონტექსტში კი არ გაყავს. აყავს, რომ სხვა ვარიანტი არ არსებობს, ანუ ფიზიკურად სხვა ვარიანტი არ არის. აუცილებელი პირობაა, რომ ფულს აკეთებდე რა. მაგრამ იცი, შეიძლება ძალიან ცუდად ვამბობ, ცუდად შეგულისხმობ, ძალიან მარტივად და ინფანტილურად ვამბობ, ეყარასაც ვამბობ, მაგრამ ფული რო არ იყოს issue, ფული რო არ იყოს საჭიროება, რო არ იყოს scarce, ესე რო ვთქვათ, როგორაა scarce, არ მახსოვს. შესაძლებელი რაოდენობის რო არ ხო, იყოს. რაღაცას ხო მაინც უეჭველი გავაკეთებდით რა, ადამიანები და შესაბამისად ბიზნესი, იმიტომ რომ ადამიანები ხო ბიზნესი ვართ რა, ახლა რო სხვანაირი ბიზნესი არ არსებობს. უეჭველი რაღაცას გავაკეთებ და ის რაღაცა არის, რაც ამოძრავებს იმ მანქანას, რომელიც ნუ ფულსაც წერს რა, აი ეგეთი თემა. სხვა საკითხია რამდენს ფულს წერს. ეგ ხო საერთოდ სხვა კონტექსტია რა, როგორც ფინანს სისტემა და ფინანსურ სექტორში ეხა აქტიურად მოღვაწე ადამიანებმა დანერგეს ეს ტერმინი, რომელიც მე ძალიან ჭრის ხულს, მაგრამ როგორც ჩანს ტერმინია აპეტიტი. აპეტიტი ვინდა პირველად ეს? არა, ძალიან აქტიურად გამოიყენა. ხულს ჭრის აპეტიტი ხა. ხო, იმიტომ რომ ეს ხო, ნუ მოკლედ მე ჭრის არ მინდა მაგის გარშემო, მაგრამ აი ეს აპეტიტი ხო ყველა სხვადასხვა, ყველა კონტექსტიდან გამომდინარე, ხო, მადა, ყველა სხვადასხვა აქვს რა, რა ვიცი, ჩინეთში როდე ფულს მადა სხვა გაქვს და სხვა გაქვს მადა, როდესაც რა ვიცი, ამერიკის ხაზინის პასიან ქაღალდებს ყიდულობ რა. ბოდიში რა მე რო აი და მაინტერესებს მაგაზე ხშირად კარგად მომეწონა მეც ეს ფუნქციის ისა და თან რო უსმენდი მე თვითონ ამ ჩვენ დისკუსიას მეორე ეპიზოდში რა იქ რაღაც რილი უნდა დამეჭრა იქ რაღაც საქმიანად თუ ბევრჯერ მოусმე და მე თვითონ რაც არ მომეწონა ჩემს მსჯელობაში და აი მაგასთან ეხა კიდე იმას სწორ სიტყვებს ვეძებ რა იყო ზუსტად ეგ რო მე მგონი არასწორად ამოვიკვიატე მე რომ ეს საზრისი და აი როგორც შენ თქვი ფუნქცია რა აი მან ავირიე მგონია რა ანუ ჩემი კითხვა უფრო რაში თქოს რომ აი სად ვიჭედები რომ მოკლედ აქციონერს თუ არ მოუტანე დოვლათი გიშვებენ და აი მან მქონდა რა რომ თავარი ფუნქცია რა გამოდის თქო მაგრამ ფუნქცია და სადაც სხვა სიტყვა არის ეხა და აი მან როგორ აი რამდენიმე დაკვირვება მეკითხეთ ერთი როცა ლაპარაკობ რომ აქციონერს ხომ არა მოუტანე მე გონი რომ გამოცდილებიდან მოდიხარ დიდი კომპანიებში მუშაობის მცირე ბიზნესში ჩათვალე რომ აქციონერი იგივე და ხშირად არის მართველი მისი და თავის თავს ვერ გაათავისუფლებს ესე ხო? ექსპონატი მაგეს. ამიტომ მოდი ესე ვთქვათ რომ სულ რომ გარი აქციონერი არ იყოს ბუები რომელიც ფულს ითხოვენ. მოკლედ რომელსაც ესე წარმოვიდგენთ ხოლმე. ანუ გაძლებს ის ადამიანი, ანუ რამდენს მოუწიას თავის სახლის გაყიდვა, რისკის ქვეშ დაყენება მის ოჯახზე. ერთადერთი ასე ვთქვათ საარსებო წყარო შეიძლება იყოს მისთვის ეს ბიზნესი. შესაბამისად ასე თუ შევხედავთ უკვე აღარ გვაშინებს რომ თურმე ფული საჭიროა ხო იმიტომ რომ ეს ადამიანი შრომობს და
შიგნით არის ჩართული. როგორც კი გარეთ გავიყვანთ აქციონერს, აი აქ ჩდება კითხვა, რომ აი ეს გარეთ თუ არის მე რაღაცა სხვას მთხოვს, ვიდრე მე ვაკეთებ. და მგონია, ჩემი დაკვირვება მინდოდა მე თქვა, რომ ამდენი ფიქრი ან საზრისი თუ ფული თუ საზრისი, ჯერთი ან რატო? ანუ აი ეს და ორი ამდენი ხანი ხო, აი ამდენი ხანი მსჯელობა მე მგონია, რომ ჩვენი კომუნისტური მემკვიდრეობიდან მოდის, სადაც ფული ცუდია, ფულზე ლაპარაკი ცუდია, მე გადავიჭერით მეორე უკიდურესობაში, გაჩნდა კომპანიები, გაჩნდა მიდგომა, სადაც ფული მნიშვნელოვანია და მაინც არ გახდა ეს კომპანიები კარგი აღქმაში და ხშირად მომისმენია, რომ ქართველებს არ უყვართ მდიდრები, ქართველებს არ უყვართ ადამიანები, რომელიც ფულს აკეთებენ. ცუდია, სადღაც კონოტაციაში ეს თითქოს ცუდია ფული და ამ დროს ყველას უნდა რომ ფული ქონდეს. ანუ რაღაცა რაც ფულით იყიდება ხა, ხვალ თუ ფული არ იქნა, როგორც გივი თქვა, მაშინ ფული დაკარგავს მის ფასეულობას, იმიტომ რომ ფული ხო შეიძლება საერთოდ ელექტრონული იყოს, ანუ არ არსებობდეს, მაგრამ ეს არის გაცვლის, ანუ ჩემი სურვილების, აი ეს რო შევხედოთ, სურვილების, ხო? აღსრულების საშუალება. სიკეთის კეთების საშუალება. პირადად ჩემ მაგალითს ერთს ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ფიქრი დამჭირდა, ერთ თუ მაქვს დრო, ერთი ორი მასი ვიტყვი. ერთის რომ ბიზნესი რო დავიწყეთ, მე და ჩემი პარტნიორი ხშირად დავდივდით ხოლმე და ვიძახდით, რომ ჩვენ ბიზნესმენები კი არა ვართ, ფულის კეთება კი არ ვიცით, ჩვენ საქმის კეთება ვიცით, ჩვენ პროფესიონალები ვართ. ეხლა აქ სადღაც, იმიტომ რომ საკონსულტაციო კომპანიას ხელმძღვანელობდი, ეს თითქოს ლოგიკურიც იყო, რაციონალურიც იყო, მაგრამ მე წავიკითხე იმ დროს კიოსაკის Rich Dad Poor Dad და Financial IQ და იქ იყო რომ იცი რა, ღარიბი, ძალიან მაგარი მხატვარი ღარიბი შეიძლება იყოსო, ძალიან მაგარი ექიმი შეიძლება იყოსო ღარიბიო რა, ან მუსიკოსი. მაგრამ ღარიბი ბიზნესმენი წარმატებული ვერ იქნებაო. და აი აქ უცბად მოხდა ჩემი ფასეული, იმიტომ რომ წარმატება ძალიან მინდოდა და ფული ცუდი იყო ჩემს საქმეში. ასე გავიზარდე, ფული ხელის ჭუჭყია, ფული ადამიანებს აფუჭებს, ფული ბოროტება. ამისი ძალიან ბევრი დრო დამჭირდა, რომ გადამეხარშა, რომ თუნდაც ის რომ მე რომ მაქვს და ვიღაცას რო არ აქვს ეს რა ცუდია, ანუ აი დანაშაულის შეგრძნებაც რომ და მე ვფიქრობდი როგორ დაეხმარები სხვას, შენ თუ არ გაქვს ეს, ანუ აი შენ თუ რესურსი არ გაქვს და ზოგადად მე წავედი იმ ფიქრებში, რომ სიღარიბე არ მიყვარს საშინლად, არც ფინანსური, არც მენტალური, არც ემოციური, არც სოციალური. მგონია რომ აი ეს ფული ერთ-ერთი წყარო საშუალებაა ჩემთვის და მართლა ფუნქცია არის და ამიტომ მე საკითხს საერთოდ არ დავაყენებდი საზრისია თუ ფულია. ხო. კი ბატონო. ანუ ფუნქციურად ეს არის დოვლათის შექმნა. ეს არის ფულს აგენერი, ანუ მე რო რაღაცას ვქმნი, ამაში მიცვლიან. გაცვლის პროცესია, ბიზნესი არის გაცვლის პროცესი. მე გაძლევ რაღაცას, შენ მაძლევ რაღაცას. ოღონდ მე თუ ღირებულს ვქმნი, ამაში შენ ხარ ბედნიერი რომ გადამიხატო, მაგრამ აქვე ვიტყვი კიდევ გივი თქვა რომ და ამ მსჯელობაშიც რომ მე თუ კარგად ვაკეთებ, ეს კიდევ არ ნიშნავს რომ მე სწორი მოდელი მაქვს ბიზნესის და ფულს მართლა ვშოულობ. შეიძლება ფანტასტიკური პროდუქტს ვქმნიდე და ძალიან ბევრ კომპანიას ვემუშავებ პირადად, მე რომელიც შეიძლება ძალიან კარგ სერვისს ამ პროდუქტს ქმნის, ფულზე ორიენტაციას თითქოს აქვს, მაგრამ მოგებას ვერ წერს. ეს კიდე სხვა თემა. ეს მესამე რაღაც შემოდის კიდე. კი, ბიზნეს მოდელის ის არის ალბათ, მაგრამ ეგეთი რამე არ მინახავს. კი. ანუ ფულს შოულობ და საცერში ვიყენებ ხოლმე ესეთ რაღაც, რომ აი საცერში გადის. ხრება. ანუ მე რომ მიყვარს ისაკლია, ანუ ხო, დღეს ახო ბიზნეს მოდელის ამბავი არის რა. კი. არასწორი ხედოთ აკლია მაგაზე. ხო, ნუ რევენიუ გაქვს, მაგრამ ხარჯებს საცერში უშვებ. ხო. იხა აი ხო რაღაცა ეგ დამილაგდა თითქოს რა ეს როგორც კი ან გავიდა საუბრიდან და შემოვიდა ამ ამბავში რომ ანუ ო რავი საზრისი არის რაღაცა პრობლემის მოგვარება მომხმარებლისთვის იმიტომ რომ პერფესია არის მაგითო შეიქმნა და მისი ფუნქცია არის რომ დოვლათი შექმნას მათ შორის მომხმარებლისთვის და რა თქმა უნდა აქციონერისთვის იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ხარ რატო ჩაგიდოს ვიღაცამ ფული თავსახად ეხა ფულზე და ეთიკას ნათქვამზე ფული ცუდიას კონტექსტში გამახსენდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად გუშინწინდელი ამბავია, შენი საყვარელი ჰორმუზის შენს მიერ ნათხოვარ წიგნში ერთ-ერთი თავი იწყება ეგეთი ეპიგრაფი ქვია, ხო მაგას თუ რა ქვია, ხო ეპიგრაფით იქნება, იწყება ეკოლოგი. ხო, რაღაცა ქვია. ანუ არა, ზემოთ რო აწერია რა. რა ქვია მაგას. ეხლა შევეცდები უცებ გადავთარგმნო.
ფული ვერ იყიდის ბედნიერებას ხო არის გამოთქმა ინგლისურად უფრო კარგად ჭრეს ვიდრე ჩემი ნათარგმნი და ეს იმიტომ რომ შენ არ მიგიცია ფული სხვისთვის რა აი ძალიან მაგარი რაღაცა რა ფული არის იმისათვის რომ ჩემ აღქმაში იმისათვის რომ საზრის ემსახურო რა ეს საზრისი შენი შეიძლება იყოს დახმარება შეიძლება იყოს რაღაცის გაკეთება ანუ ნიშნულობა რა თუ შოულობ ჩემთვის იმიტომ რომ რაღაცა უფრო ანუ ინსტრუმენტია რა ფული რა მაგრამ ანუ ის რომ ოჯახს მინდა მოახმარო ეგეც საზრისის ნაწილია ჩემთვის რა და ზოგადად როგორ შეიძლება ფული ან ცუდი ან კარგი იყოს ამ თვისების მატარებელი ანუ ეგ იგივეა რომ ატომი ცუდია თუ ენერგიის წყაროა თუ სიკვდილის იარაღი ანუ აი ეს რაც ჩვენ ჩაგვაგონეს შეიძლება მაშინ ქონდა რაღაცა საფუძველი იმიტომ რომ ფული ვისაც ქონდა ან არასწორი გზებით აკეთებდა ამას აპრიორი სპეკულანტი ანუ და ასევე საფრთხეც რომ ვაიმე ოღონდ ბევრი ფული არ მქონდეს იმიტომ რომ რამე უბედურება და მემართება იმიტომ რომ დაგიჭერდნენ ანუ ეს მოდიოდა და მე ეს კოდი გადმოვიდა და ჩვენთვის არის ანუ გაცნობიერებული ბიზნესი დავიწყე რომლის ფუნქცია არის რომ შექმნას დოვლათი და მე ვიძახდი რომ არა ეს მე უბრალოდ პროფესიონალი ვარ იმიტომ ნახე როგორი დილემა დგება ეს არის ზუსტად ეს შემზღუდავი რწმენის თემა რომ თუ ფული არის მხოლოდ არასწორი გზით მოიპოვება ან თუ ფული ცუდია და გამაფუჭებს რა არჩევანი მაქვს დიახ მე ცუდი ვიქნები და ზოგმა ესე გადაწყვიტა ხო ვიცნობთ ესეთ ადამიანებს გარშემო რომ იცი რა არის მე ფული მინდა და ამიტომ ოკეი თუ ეს ერთად არის გადამული მოდი ცუდი ვიქნები და მე მეორე ნაწილი ვიყავ რომ იცი რა არის მე მინდა რომ კარგი ბიზნეს გავაკეთე მაგრამ ფულს არ ვიშოვი იმიტომ რომ კარგი მინდა რომ ვიყო და პატიოსანი მინდა რომ ვიყო და სანამ ეს ორი აი სხვათაშორის ეს ან პრინციპი ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ჩემს პრაქტიკაში ადამიანები როცა ამ დილემაში ხშირად არიან გადაწყვეტილებაში ბიზნესში ლიდერშიპში და ასე შემდეგ რომ სინდესი იმიტომ რომ არ არის ესე შავი თეთრი, ნული თეთრი, ანუ ან და ეს და რო ჩდება, აქ მე უკვე პრობლემა რა, შეგიძლია თუ არა, აი დაშვება გააკეთო, ასე შევქმენი მე ჩემ თავში ეს გარდასახვა, რომ სწორი გზით გააკეთო და ისე იშოვ ფული. არის ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, აგერ 13 წლის ბავშვები თამაშწერენ რაღაცას და მილიონრები ხდებიან, ხო? ანუ სხვადასხვა ვიღაცა ხატავს, ვიღაცა არსებობს ამის შესაძლებლობა დღეს. ეს კრეატორები არიან. ჯერჯერობით გვაქვს კიდე ჩვენ ამის შესაძლებლობა და სამყაროში არის ამის შესაძლებლობა, რომ სწორი გზით გააკეთო ეს ერთი, რაც გადავლახე და მეორე ის არის, რომ რატომ და გამაფუჭოს ფულმა? ანუ მე ჩემ თავს არ ვენდობი, რომ მე ცუდი გავხდები, მე თუ რესურსი გამიჩნდება და ჯობია რომ არ მქონდეს რესურსები, რომ არ გავფუჭდე. აი, რამდენად არასწორია ეს ფიქრები, რაც ჩაგვიდეს. შეიძლება სხვაგან წავუყვანე ხა საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ამის უკან ეს კითხვა რო ისმის, უკვე ამას შორის არის ჯახი, რომ იდეიანი უნდა ვიყო, იდეებზე უნდა ვიყო, თუ ფული უნდა ვიშოვო, ანუ კაი ტიპი უნდა ვიყო თუ აი ორიენტირებული და რატო იდეიანი ვიყო და ფული მქონდეს. რატომაც არა, მაგას რაჟო. ანუ ეგ ალბათ იცადენ წამოვიდა კიდე ეგეთი ის მაქვს აი ფიქრი და იდეა წინაზეც ვისაუბრეთ რა რომ ბოროტად გამოყენება და ეგრეთ წოდებული ინსენტივების ქართულად რა არის ანუ წახალისების სქემის თქვა ტოპ მენეჯმენტის და საჯარო კომპანიებში გულისხმობ უფრო მეტად რა ვიდრე პატარა კომპანიებში ეგ საკითხი არ დგას ანუ აი საჯარო კომპანიებში ხო აქ სადაც ინსტიტუციური აქციონერები ყავთ იქ როდესაც აღმასრულებელი გუნდის კომპენსაცია მიბმული არის ხოლმე აქციის ფასზე ხშირ შემთხვევაში ვადა ძალიან იკლებს რა ეხა ჩემი პირადი ის რო ავიღო ხო ეხა მე რო საბოლოო ჯამში დავინახო გზა 3 წელიწადში როგორ შეიძლება მულტიმილიონერი გავხდე შეიძლება გაჩნდეს ეგეთი ადამიანში შეიძლება გაჩნდეს ეგეთი აზრი რომ მოდი რა მე ამ 3 წლიან ჰორიზონტზე ვიფიქრებ კომპანიაში საქმიანობას და ამიტომ შეიძლება რა რამდენი მაგალითი არის რომ არასწორად წარმოებული საქმის გამო რაღაც დონეზე ამ ფულის რეპუტაცია ფუჭდება და ფულის რეპუტაციასთან ერთად კაპიტალისტური მოწყობის რეპუტაცია ფუჭდება და მე კაპიტალიზმი არ ვარგა იმიტომ რომ ის და ამასიც ამ წიგში ხო ბევრჯერ იყო ნახსენები რომ ის სტანდარტული მიდგომა კაპიტალიზმის რო ბიზნესმა ფული უნდა აკეთოს მოძველებულია და უნდა აკეთოს რაღაცა საერთო სიკეთეში დოლარ საერთო სიკეთეში წვრილი შეტანა და მე მგონი მანდაც ეგ ანანის პრობლემა აღმოჩნდა და არა და რაც ვისწავლე ჩემს პირველი ჩემი განათლება ფსიქოლოგია თესეო დავამთავრე და იქ ერთი რაც ვისწავლე მთელი 4 წელიწად ნახევარი და მე კიდე ასპირანტურაში ის იყო რომ არის ტაბულა რაზა და გენეტიკა სინამდვილეში შუაშია რეალობა ეს და ის ანუ
აი ეს თუ რამე ინსაიტი წამოვიღე ის არის რომ თქვათ შეზღუდულება და მე სექსუალური თავისუფლება 60-იანი ანუ და მე ეს სტაბილურდება მე ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოება ახლა მაგ ეტაპს გადის და ზოგადად ეს შეიძლება კაპიტალიზმიც მაგ ერას თავის მხრივ გადის იმას რომ ის მეორე პოლუსიდან იყო ჩვენ კომუნისტური სამყაროდან წამოვედით და შემოვიტანეთ კაპიტალისტური ესენი კაპიტალისტურ წყობაში ცოტა სოციალისტური ელემენტები შეწყვეტანა და სოციალისტურ კაპიტალიზმზეც კი საუბრობენ სადაც ანუ საზოგადოების სიკეთეები მნიშვნელოვანი ხდება და არ არის მარტო ის რომ ვინც იშოვის ის გადარჩება ანუ რეალურად ამ ორმა სამყარომ დაიწყო ერთმანეთისკენ სიარული და ვფიქრობ რომ აი მანდ ვართ რა და ყველაზე მაგარი იქნება როდესაც ვიპოვით ისეთ გზად სადაც სიხარულით ვიმუშავებთ იმაზე, რისიც გვჯერა, რისიც გვწამს და გვექნება იმისი რესურსი, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ. რა ვიცი. იმდენი რამე გამახსენდა ეხლა და იმდენი რამის თქმა მომინდა და ამდენი რამე რო ვთქვა, არა, ნუ აი უცებ წავედი ატლას შრაგდი ქართულად როგორ ითარგმნება? ატლასმა ხრები აიჩეჩა არის, ვერაც პირდაპირ თარგმანი კი არა, ეგ არის. ხო, შრაგინგ ეს არის. ხო, რა ის არის რა. ეს გაწურვა. ეს გასაგებია. გამახსენდა აიან რანდის ატლას შრაგდი აი ის ხო უკიდეგანო აღვირახსნილი კაპიტალიზმის ის არის ჰიმნია რა, ანუ იქ საერთოდ არ განიხილება არაფერი სხვა გარდა მეორე მხრივ უცებ დავფიქრდი აი რასაც ახლა ამბობდი რომ ცუდი მაგალითია იმიტომ რომ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა აქ ამ ქვეყანას იმ ქვეყანას რასაც ახლა ვახსენებ რაც ბევრს არა აქვს ნორვეგია მაგრამ ნორვეგიაც ხო სადღაც მანდარი რა შვედეთიც მაგალითად აი შვედეთი კიდე უფრო ნორვეგიას ეს ნავთობზე პრაქტიკულად უკიდეგანო წვდომა რაღაც დონეზე თუმცა მეორე მხრივ რაც მაგათმა გააკეთეს თავიანთ სუვერენულ ფონდთან მიმართებაში ეგეთი მაგარი რაღაცა მე არ ვიცი საერთოდ ვინმეს გაუკეთებია ეგეთი რაღაცა დაზუსტე მსმენელის ხო აი არა წარმოუდგენელი რამე შექმნეს ხო აი ამ ხელა ზომის ფონდი გააკეთა სახელმწიფომ რომელიც არის უდიდესი ინვესტორი სოფლიოს კაპიტალურ ბაზრებზე ხო აი ულტრა კაპიტალისტური რაღაცა გააკეთა სახელმწიფომ აი მეტი როგორ არის კარგი მიქსი ნახა აი ზუსტად იმის რასაც ეთიკა საუბრობდა კარგი ესე ვთქვათ შერწყმა გააკეთა სოციალური მიზნების და კაპიტალისტური გზების. ანუ რაღაცნაირად კაპიტალისტური გზებით დააკმაყოფილა სოციალური მიზნები რა. და იქ მეგონი კრიტიკული ცხოვრობთ რომ მე მახსოვს ადრე ზურასთან მქონდა საუბარი ჯაფარიძესთან მაგ ნაწილზე რა რომ მოკლედ შვედეთი კი არის შერაცხული სოციალისტური ქვეყანა. ოღონდ ზედაპირულად ანუ კაპიტალისტური ქვეყანა არის და შვედეთის და ნორვეგიაც საკმაოდ ესე ვთქვათ ატლასშრაგდული კაპიტალისტური ქვეყანა ანუ კერძო საკუთრება ინდივიდუალური თავისუფლება ძალიან ზედმიწევნით დაცული არის და ამავე დროს თვითონ მთავრობაც იმდენად დეცენტრალიზებული არის რომ ეს დიდი ერთიანი დიდი ძმა გიყურებს რისკი მოცილებული აქვს შესაბამისად იქ რესურსების განაწილებას რეალურად როგორც კაპიტალიზმში კერძო ჯგუფები წყვეტენ რა და არა დიდი არჩევნებით მოსული მახინები ისეს არჩევნებით არის მოსული მაგრამ დეცენტრალიზებული არის რა ანუ დაახლოებით როგორ რაღაცა ეკეთება იცი ესე რო აიღო ქალაქის იერსახეს ვინ უნდა წყვეტდეს ქალაქი ხო მაგრამ ქალაქი რა არის უბნები ხო მე სიტყვაზე ვიზახი მაგაზე რო ცხოვრობ რაღაც ვაკეში რო ცხოვრობ რატომ უნდა წყვეტდეს საბურთალოს იერსახეს და პირიქით რა დაახლოებით ეგ რო წარმოვიდინე რომ ნებართვების სისტემა უბნების დონეზე რო დაიყვანო და არა ქალაქის დონეზე და არა ქვეყნის დონეზე დაახლოებით ეგრე მუშაობს ეგ ქვეყანა ანუ ხო კომუნა წყვიტავს მაგრამ დეცენტრალიზებულად რა ალბათ რაღაც საერთო ჩარჩო წესებიც ექნება კი აქ მე რას ვერ რო ჩახვიდეს ეგრე მე არ ვარ მაგის ექსპერტი ხა მაგის კონკრეტულ მაგას ვერ მოგიყვან მაგრამ ისე არის რა ანუ შვედეთი პროსტა რეპუტაცია აქვს სოციალისტური ისტორიის საკმაოდ კაპიტალისტური ქვეყანა არის ერთიც და მეორეც რეპუტაცია ამ თემაზე დავასრულე გადასახადები აქვს დიდი აი მაგის გადასახადები აქვს დიდი ერთი ეგ არის რომ გადასახადები აქვს ძალიან იცის უზრუნველყო ხო მაგრამ აი ხა მაგ ისტორიას გიყვებით ზუსტად რა აი მაგრა გამიხარდა ეგ არის რა საშუალო ადამიანი მოდი ეს დავარქვათ ხო მაგით იწყვეტს ქვეყანა სოციალისტურია თუ კაპიტალისტური რა არა ადამიანური ანუ დიდი წილი მიქონდეს სახელმწიფოს ესე იგი სოციალიზმია რა ჯგუფელი მყავდა ეგეთი ნორვეგიელი ბიჭი რომელიც იყო აშკარად მდიდარი რა
ნუ უნივერსიტეტში ლონდონში ტაქსით მოვდიოდე აბსოლუტურად ცოტა უზრდელობაა რა ხოდა მეგობრობდით რა საერთოდ ხოდა ზღოლით რომ მოდი ხო ნუ არა იცი ზღოლით ანეკდოტი გამახსენდა რა უბრალოდ ჩაგერთვები ჩავერთებ ანეკდოტისთვის ყოველ არაბი შვილი რომ მამას ურეკავს რა აუ კომატარებლით და მეტროთი დადის ხალხი და რომ უყიდა იმამდელ მატარებელი და მეტროს სისტემა გამოვიდა ზუსტად ხო და რომ გაუშინაურდით რა ნუ გაუშინაურდით რა მე რაღაც საუბარში მოვდივარ და ეს ჩემი ლონდონში მაცხოვრებელი ჯგუფელები წუწუნობენ რომ რა უბედურება ეს 37% ნახევრიანი გადასახადი რა უბედურება 42%-იანი მე იმ ბრეკეტში იმ ჩარჩოში ხო იმ ჩარჩოში ვარ სადაც 40 საფეხურზე ეს 37 ნახევარი და მეთქი ვაუ ჩვენ მეთქი 64 გვაქვს რას მეუნები ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი მე ხადავ ესენი გამოშტერდნენ რა რომ აი რას მელაპარაკებ მართლა ანუ ხო ეგ ჩვენ ვართ ახლა კაპიტანი და ამიტომ ეს მორტენი არის ჩუმად რა და ვაფშე ვერ ხვდებიო რა გაწუწუნებთო რა მეთქი რავი რა გაწუწუნებს რა გაშინელება 40% როგორ უნდა გადაიხადო გადასახადი მეთქი ჯუმეო ვიხდიო 50%-ს რას მეთქი რასაც შოულობ მეთქი ნახევარს უტოვებ სახელმწიფო ჯუკიო მაგრამ მაგარი ბედნიერი ვარო და რა პონჩი მეთქი მაგრად შევწუხდი რა მაგარი შეურაცხყოფელია მეთქი რატო ჯო ძალიან მაღალი ხარისხის უფასო ჯანდაცვა მაქვს ძალიან მაღალი ხარისხის უფასო განათლება მაქვს და ნუ გაყვა რა კიდე ბევრი რაღაცა ძალიან მაღალი ხარისხი ანუ კორუფციის პრობლემა არ აწუხებს ანუ ფაქტია კარგად იმართება ხო კარგად ხარჯავენ მას ისე ეფექტიანად მართავენ რომ კორუფციის კომპონენტი არ შემოდის და იღებენ სრულფასოვნად იქ არის მან საინტერესო იქ როგორ არის მოწყობილი უბრალოდ ეხლა მან თემაში ვერ შევარ ეკონომიკაში არ გადავიდეთ ჩვენ ეხლა წავედით მაგრასვალი ხო მაგრამ ნუ აი პრინციპებზე ვლაპარაკობთ რა რომ როგორ შეიძლება რომ ანანს მაგივრად შერწყა და ეს კარგი მაგალითები რაც ხა თქვენ მოიყვანეთ ქვეყნის დონეზე შეიძლება ეს იყოს და ბიზნესის დონეზე შეიძლება და პიროვნულ დონეზე შეიძლება რომ თურმე ეს დაიჭირო აი მართლა დამილაგდა აი როგორც კი ხეს ან გამიწია და მან დაჩამისვი და მითხარი რომ ვაფშე რატო აპირებ რომ რანგირება გავუკეთო დამშვიდი მეორე ეპიზოდი თავიდან ჩავწერე და აღარ უნდა ვიჩხუბოთ არა კაია იცი რა კაია თან თეატრ იმედია მეც ყოველ კვირაში ერთხელ მაქსაკითხზე აღარ ვინერვიულებ მეცოინება რომ ეგ არ არის მოო და არა მართლა მაგრად გაასწორა ხო და ეხა რატომღაც გამიშთა სრული რომ ესეთი თქვა და ამის შუა საუბარში მე რა განწავეთ უბრალოდ რა ანუ ისა როგორ გადავთვალოთ ინცენტივები მოტივაციის ფინანსური მოტივაციის ფინანსური ახალისების ინსტრუმენტებზე ძალიან მაინტერესებს შენი აზრი ორი მიზეზის გამო ჯერთი შენთან როგორ უყურებ და მეორედ იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაქვს სხვადასხვა კომპანიაში ნანახი იქ აქ როგორ მუშაობს და ეს როგორ ძალიან რთულია ჩემი გამოცდილებით ძალიან რთულია 2 თუ 3 სხვადასხვა ბიზნესში მომიწია მუშაობა კონკრეტული გუნდისთვის ახალისების სქემის შექმნაზე ფინანსურის და ძალიან რთულია ჩემთვის ძალიან რთულია და აი ამ ყველაფრის კომპანიის საზრისთან დაკავშირება კიდევ უფრო რთულია ესე იგი პირველ რიგში კითხვა რომ დასი როგორ უყურებ გამეცინა მას მე რაც ფული კარგი გახდა ხო როგორ უყურებ ჩემი გოლის ხვერო რა პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდეს შენ როცა CEO იყავი ბონუს რო გიხდიდნენ მოგწონდა თუ მარტო ბიჭი რა კარგი ბიჭი ხარო ესე რო თქვა არა როგორ საკითხი არა მოიცა სხვაგან წავიდე ხა საუბარი მე კითხვა მოგწონს თუ არ მოგწონს არ იყო ჩემი კითხვა ძალიან რთულია და ამის დაკავშირებას აზრისთან როგორ წარმოგიდგენ მე მაგაზე არ გეტყვი როგორ ის ამაკ ბონუსი არის მაგარი რაღაცა ოღონდ აი თავი შემილია დავდო რომ ეგეთი ცნება რომ მე 12 თვის შემდეგ 11 თვის შემდეგ 10 თვის შემდეგ ბონუს მივიღებ და მოდი ეხა მე ამიტომ უფრო მეც გავაკეთებ მე ეგეთი რაღაცა არათუ არ მიგზნია არ მინახავს ეგეთი რაღაცა მე მგონი ისე იგივე თემაზე მიდივართ, თქო ეხა ინდივიდის დონეზე, ნახე თუ კომპანია კარგად რო იმუშავებს, ფული უნდა მიიღოს.
ანუ და ოღონდ ეს არ იქნება რომ ფულის გულისთვის გაკეთებული კომპანიებიც არსებობს. ხო მოდი ვთქვათ და ძალიან წარმოუდგენელი არ გვაინსპირირებს ეგ კომპანიები და არ თუ ლაპარაკობთ რა კომპანიებზე საერთოდ. ოკეი, ანუ ესეთი ადამიანებიც არ არის სასურველი ორგანიზაციისთვის გრძელვადიანად, რაღაცა კონკრეტული საქმის შესასრულებლად კი შეიძლება კი, მაგრამ გრძელვადიანად ეგეთი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ ფულადი ასე ვთქვათ, ინსენტივ ფულადი წახალისების მექანიზმით ჩერდება და ამის მოლოდინში. შეიძლება ფუნქციური იყოს, ნახე, ფუნქციურია, მაგრამ თანამოაზრი არ ხდება შენი. ხდები? ანუ იგივე არის. ამიტომ ფული როგორც ფუნქცია მისი კარგი მუშაობის მიიღოს ამაში, როგორც ანაზღაურება, ჯილდო იმისი, რომ მართლაც რაღაცა ძალიან კარგად გააკეთა. მე ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი პირობა, ანუ თუ ის თვითონ არ უერთდება თავისი სურვილით, ინტერესით, პირადი და ეს სხვათა შორის ბიზნესის გულში ძალიან კარგად არის დაჭერილი, სულ ვიძახდი ხოლმე ამას, რომ პირადი მისიის და უცნობის დაკავშირება, ხო. იმიტომ რომ მე შენზე რატო ვიმუშაო? ანუ და საერთოდ ძალიან არ მომწონს და ძალიან ბევრ ბიზნესში ვაწყდები იმას, რომ კომპანიისადმი ერთგულება ითარგმნება ლიდერისადმი ერთგულებაში. ანუ აი რა შუაში შენ და შენ მე მიღალატე თუ წახვედი, ან ჩემი იდეა, ანუ შენ იდეას კი არ ვიღებ, მე მგონია რომ სწორი ის არის, რომ მე ვაკეთე, აი ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ შევქმნით რაღაცა, ანუ ბიზნესი ისე შეიძლება ერთმა კაცმა დაიწყოს, მაგრამ თუ იზრდება ეს მართლაც თემი, ხო, community რასაც ქვია, ეს თემად იქცევა, რომელიც გაერთიანებული ადამიანები ამ იდეისთვის რისიც ჯერათ იმას აკეთებენ და ამისი ნაწილი უნდა, აქაც იგივეა, საზრისი ფუნქცია და მიზანი რას ემსახურება და არის თუ არა კავშირში მის პირად სურვილებთან, ინტერესებთან. შეიძლება ნახეთ, აქ მინდა რომ ხაზს გავსვა, რომ მაგალითად ჩვენ გვინდა რომ ჯანდაცვა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ხო? თქვათ აი დაზღვევაზე როცა ლაპარაკობდით, რომ ყველას მიეცეს შანსი, რომ საყოველთაო დაზღვევა, მაგალითად მისცეს ყველას შანსი, რომ მინიმალური საბაზისო სამედიცინო ეს მაინც მიიღოს. და ამ იდეით შეიძლება ვიღაცა პირდაპირ არის ანთებული. და ამ იდეას ეს ძალიან მაღალი ის არის, რომ აი პირდაპირ მისიის დონეზე ემსხვერპლ. მაგრამ შეიძლება სურვილის დონეზე იყოს, რა არის? მე შეიძლება ზუსტად ამ მისიას საბოლოო ჯამში ვერ ვხედავ, რომ მთელი ცხოვრება ამას ვემსახურო, მაგრამ აქ მე ვისწავლი, აქ მე გავიზრდები, აქ მე ღირებულ რაღაცას შევქმნი და მე დავინახავ. ძალიან ბევრმა იმ ასაკში, როცა მუშაობს, არც იცის მისი საზრისი რა არის. მოდი ესე ვთქვათ. უფრო სურვილებია ხშირად. აი, მაგრამ მე შეიძლება ეს კონკრეტული რაღაცა საქმე, კონკრეტული მისია, კონკრეტული ორგანიზაციის არ იყოს ჩემი საბოლოო არსი და საზრისი და მისია, თუმცა მე დავინახო ის თუ ეს როგორ დამეხმარება ჩემ თანმისლოში და ამიტომ ასე ვთქვათ რაღაც ერთგულება გამოუთქვა ამისეს, რომ მივდივარ იმ ჩემ გზაზე. მოდი უფრო მარტივად ვიტყვი რა, რომ თუ ჩემი პირადი ინტერესები არ არის გუნდის და ან ორგანიზაციის ინტერესებთან კავშირში, მე თუ მუდმივად ვზარალდები, თავგანწირვას ვაკეთებ და თანამშრომლებზე კი არა, ყველაზე ხშირად ეს თავგანწირვა ზოგჯერ დამფუძნებლებს. მე პირადად წლები დამჭირდა, რომ აღმომეჩინა, რომ მუდმივად ჩემი პირადი ინტერესების დათმობას ვაკეთებდი, იმიტომ რომ აი იდეას ესე ჭირდება და ეს სადღაც მე სერიოზულ დისონანსს საკუთარ კომპანიაზე მაქვს ლაპარაკი, არა თუ დაქირავებულ თანამშრომელზე, რომ ნუ როდემდე შეიძლება რომ შენი პირადი ინტერესი გაა, შენი დასვენება გადადო, შენი შემოსავალი გადადო, ყველას მასქნა ხელფასი გაატანო, შენ არასდროს დივიდენდი არ აიღო, თქვათ, ხო? ანუ აი ეს თემები წლები დამჭირდა, რომ გამიაზრებინა, რომ არ ითხოვს კარგი ბიზნესი თავგანწირვას, არ ითხოვს და მეტიც თუ გინდა რომ გრძელვადიანად იყო და შექმნა მართლა თავი მიუძღვნა რაღაცებს, ეს უნდა აქაც გაცვლის თემა. მე ვაძლევ ორგანიზაციას, გინდა დამფუძნებელი იყო, გინდა თანამშრომელი და მე ვიღებ აქედან. ემოციურ მას რა ქვია სიკეთეს, ფინანსურ სიკეთეს და ასე შემდეგ. თუ ჩემი პირადი ინტერესები რადიკალურად მიდის გუნდის ინტერესებთან, კომპანიის ინტერესებთან და მაინც მე არ ვიძახი მომენტებს და არ მინდა რომ მსმენელმა ესე გაიგოს, რომ აი ხა მე ღამის გათენება არ მინდა და არ გავათენებ. ამაზე არ ვლაპარაკობ რა, ხო? მე მგონი გვესმის რაზეც ან სწორად ავხსენი თუ არა არ ვიცი. მოკლედ აქ საუბარია იმაზე, რომ მე არ მინდა რომ აქ ვიყო. აი ამ ადამიანს ვერ ვღალატობ,
ამას რა ქვია, ან ცუდ ადამიანად ჩამთვლის, ამ დროს ვწირავ, არც პროფესიულად არის ჩემთვის საინტერესო, არც ფინანსურად არის ჩემთვის საინტერესო, არც იდეაში ახლა ეს ბიზნესი საერთოდ არ მაინტერესებს და სადღაც მე მინახავს ადამიანები, რომელიც თქვათ ისეთ ბიზნესში მუშაობენ, რომლის კეთილი მისიის საერთოდ არ შეერათ, ისეთი ტიპის ბიზნესია, ხო? ახლა არ დავასახელებ სფეროები არის, რომელიც საერთოდ წინააღმდეგია. ნუ ძალიან რთულია. თუმცა აქაც კი შეიძლება გაჩერდეს ადამიანი, ნახე, არ იყოს მისთვის და მოტივირებულმა იმუშაოს, იმიტომ რომ აი ამ კომპანიაში სწავლის და განვითარების, ან მისი მომდევნო მისიის, ან მისი ნამდვილი მიზნების გზად დაინახოს. მაშინ მოტივირებული იქნება. აი გამახსენდა ხომ კიოსაკის სიქში არის სხვა შორის ეგ ამ დიდარი მამა ღარიბ მამაში, რომ ჩემი საბოლოო მიზანი იყო, რომ მე პასიური შემოსავალი ქონოდა და ამისთვისო თუ გაყიდვების სწავლა ჭირდებოდა, ამიტომ წავედი და ქსეროქსში ვიმუშავე, იმიტომ იქ გაყიდვები ვისწავლე. იქ სადაც ვიმუშავე, იმიტომ ეს ვისწავლე. ქსეროქსი არ იყო მისი ოცნება. არა, საერთოდ არც ერთი კომპანია ჩემი არც ერთი ოცნება არ იყო. უბრალოდ ყველგან ჩემი საზრის და მიზანი იყო, რომ ის უნარჩვევები გავამუშავებინა, რომ მე საბოლოო ჯამში და უძრავი ქონებით შეიქმნა პასიური შემოსავალი. ეხლა რა ისე დაზუსტება მინდოდა, რა მოვისმინე, ანუ ამ წახალისებაში, ანუ მანდაც ეს ბალანსია რა, როგორც მივხვდი, ხო, რომ თანამშრომელი, თანამოაზრე თუ იქნება თან ამ მისიის გამზიარებელი და თან მას საკმარისი ფინანსური წახალისება იქნება, მაშინ მისი ასე თქვა პერფორმანსი იქნება მაქსიმუმამდე. რომელიღაცის აქეთ გადაწოლით ან აქეთ გადმოწოლით შეიძლება ჩამოაკლო დემოტივაცია რა. მე ასე მჯერა. ხო, თუ და კი, და იგი ახლებური არის, რომ საბოლოო ჯამში დასაწყისში სასტარტო მენეჯმენტ სწავლება იყო, რომ რავი, მუშაობ და ხელფასი ეხაც ბევრჯერ ხვდები, რომ მაგაში ხო ხელფასს გიხდი. მაგაში ხო გიხდი ფულს. მე უნდა იმასთან ჩავეკვეხოსავით, იმიტომ რომ ერთი ბოლო ერთ რამდენიმე თვე ანუ აღფრთოვანებული ვარ ჩემ თავში ამ იდეით და პირადად შენი არათუ ინსპირაცია, არამედ სიტყვით შენი ნათქვამია, უბრალოდ თანამოაზრის კონცეფცია იმდენად მომეწონა, იმდენად მომწონს, რომ მეც მომეწონა რომ თქვი. აი, პროსტა გადარეული ვარ, სრული სერიოზულობით გადვიხილავ, რომ როგორც კი მექნება რაღაცა ფორმის საშუალება, სიტყვა თანამშრომელს მე ჩავანაცვლებ თანამოაზრით რა. თანამშრომელი ძალიან კარგი სიტყვაა, მაგრამ ნიშნავს ერთ რაღაცას. კონკრეტულ რაღაცას, ერთად შრომას. ანუ სრულიად საპირისპირო ადამიანი შენთვის გინდა ღირებულებებით, გინდა იდეებით, შეიძლება იყოს შენი თანამშრომელი, იმიტომ რომ ერთად შრომობდეთ რა, A პუნქტიდან B პუნქტში ერთად მიათრევდეთ ლოდს. აუ, მან სულ მახსენდება ხოლმე რა, იდეალური ფუნქცია ეგ არის, რომ შენც თქვი ხო, რომ ფუნქცია აუთსორსი რო ნახო რომ ვინ უნდა გაიტანო და რა უნდა გაიტანო აუთსორსე ისეთი ფუნქციები სადაც არ გჭირდება რომ ის შენ მისიასთან რამე თანამოაზრე არის გეთახმება ადამ ბემდე მიმიტანე ამდენი და всё და შენ შეგვიშვი არის ეგეთი სამუშაოებიც რა თქმა უნდა რომელსაც შეიძლება არ სჭირდებოდეს მაინდამაინც დიდი თუმცა ინსპირაცია თუმცა აი ნებისმიერ საქმეს აუთსორსებს რო გაგაკ იმ ადამიანისთვის ეს მისი სამუშაო საზრისი უნდა იყოს და მისთვის საინტერესო უნდა იყოს თორე უხარისხდება გიკეთებს ამიტომ მე მგონი ეს ბალანსი ყველგან არის მე რას ვამბობ იცი რომ შეიძლება კომპანიის ახლა მე როგორც ვხედავ რომ ACT-ს რატო შევქმნით რას ვაკეთებთ რა მისიას და ჩემს პირად მისიასთან ეს პირდაპირ იმიტომ რომ რეალურად მე გარდავსახე ანუ ჩემი პირადი მისიის გარშემო სისტემა შევქმენი ხვდები ესე აკეთებს ბევრი ლიდერი იმიტომ რომ ის ანთებულია შეპყრობილია რაღაცა იდეით და ამის გარშემო თანამოაზრეებს პოულობს ოკეი აი რო დავაკონკრეტოთ კაი რა იყო მაშინ შენი პირადი მისია და რა აქენი აი რაც ეხა თქვი რომ რა არის ისეთის მისია რა არის შენი პირადი მისია იყო ეგ რანაირად გადაჭაჭვე და რა აქენი ოკეი და დავამატე ბოდიში იმიტომ რომ აი უბრალოდ ძალიან მაგაზე მეტად უფრო კივა სხვა ადამიანი როგორ შეიძლება შემოგეამხანაგებინა შენ მისიაში მეორე კითხვა დავსვით მაგრამ რო გითხრათ რომ ყველაფერზე პასუხი არა ხო გამოცდილების დონეზე რა როგორი გზა არა ერთი მოდი დავიწყებ იქიდან რა იყო პირველი იდეა იმიტომ რომ ამ იდეამ მე 20 წლის მანძილზე კიდე ტრანსფორმირება ჩემ ტრანსფორმირებასთან ერთად ტრანსფორმაციასთან ერთად იდეის ტრანსფორმაციაც მოხდა იმიტომ რომ მართლა ეს იყო პირველი იყო ბრაზით დაიწყო რა ძალიან საინტერესო თემა იყო და ანუ ბრაზი იმის შესახებ რომ ცოდნას ინტელექტს ამ ქვეყანაში არ აფასებენ
და ეს წამოვიდა გამოცდილებიდან, მაგალითად, რაღაცა პროექტის ბიუჯეტში თარგმანი შეიძლება რაღაცა მექანიკური უბრალოდ თარგმანს პატივს უწევს კაცო ინტელექტუალური სამუშაო. ან მაგალითად კონდიციონერის დამკიდებელ მუშას ვუხდიდით საათში $100 დაგვიჯდა, რომ დაეკიდებინა, მაშინ მე მახსოვს და $100 მთელი თვე უნდა გვემუშავა, რომ $100 გამოგვემუშავებინა. ეს არის 2002 წელი, ანუ ამ პერიოდზე ვლაპარაკობ. ამიტომ ეს ერთის მხრივ იყო ბრაზი და მეორე მხრივ იყო რწმენა. ანუ იმ პერიოდში ხა საკონსულტაციო კომპანიაში ფულს გადაიხდიან კი არა და თან ხა ქალმაჭკუა მასწავლოს ხო კიდე ცალკე თემა არის. მაგრამ მე მჯეროდა არ იმისი რომ მე შემიძლია ეს, მე მჯეროდა რომ კაცო მე ვიცი რომ ოქროა ეს, ანუ ეს ცოდნა რომლის და თემა იყო რომ ცოდნა რომლის გამოყენებაც იცი. ანუ ეს არის ძალიან ძვირფასი, თორე ცოდნა თავისთავად, ანუ ეს სიბრძნე არასდროს არ ყოფილა, მაინდა-მაინც ის რომ აი ბრძენები ვიყო კი არა, ჩვენ პრაქტიკოსები უნდა ვიყოთ, ეს არის იმაში ჩადებული, რომელიც ცოდნას, აი ამ სინათლეს ხივს შეიტანს სხვა კომპანიებში, ორგანიზაციებში, რომ ამათმა მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები. ანუ ეს არსად არ წასულა 20 წლის მერე, უბრალოდ გადაითარგმნა მერე უფრო გაფართოვდა, იმიტომ რომ მქონდა ის პერიოდი, როდესაც მე კვლევის გარდა დავიწყე რაღაცა კოუჩინგის კომპანია შემოვიყვანე პირველი საქართველოში, საკონსულტაციო მიმართულებით დავიწყე მუშაობა და საერთოდ უკვე მონაცემთან და ამ თქვათ ამ კონტექსტში ცოდნის შემოტანასთან აღარ მქონდა საქმე, ტრენინგები დავიწყე, რაღაც სხვა და მოვედე და ვიფიქრე რომ დავკარგე და არ ვიცი ვინ ვარ, რა მინდა და საერთოდ რას ვაკეთებ და მე ეს ყველაფერი შეიკრა რომ ეს ყველაფერი ფორმაა, მაგრამ იდეაში მაინც ყველაფერი ერთს ემსახურება და გადაითარგმნა კომპანიის სლოგანი, აი როგორ გითხრათ, ისე ახლოს არის ჩემს მისიასთან რომ პირათა რომელი არის empowering the change. ეს არის ანუ ცვლილებების ძალის მიცემა ორგანიზაციებისთვის, ლიდერებისთვის და ჩვენს წარმოდგენაში, ხედვაში არიან, რომ ისინი არიან გმირები და ჩვენ ვართ მხარდამჭერები. ანუ ეს არის ჩვენი როლი და ჩვენ შეგვაქვს ეს სხივი, სინათლე, იდეა, ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენი მისია არის, რომ ცოდნა, იდეა და ინსპირაცია შევიტანოთ, რომ შექმნა რაღაც დიდებული, რომ რაღაცა დიდი ცვლილებები გააკეთონ, სასიკეთო, პროგრესის შექმნა, განვითარება, კეთილდღეობა შექმნა. ესე ვხედავთ ამას და სინათლის ხშირად გამომიყენებ, ხო ცოტა გიჟვით შეიძლება ჩამთვალოს მაყურებელმა თქვენმა, მაგრამ ჩემ თავზეც მithქვას, რომ მეტაფორულად თითქოს თინათინი ვართ, ან აი სხივი, ხო ხდები? რაღაც პატარა სხივი, სინათლე შევიტანო ოპტიმიზმის, პოტენციალის დავანახო, როგორც მე ვხედავ ხშირად მithქვამს, რომ მე როგორც გხედავთ, თქვენ რო ხედავდეთ თქვენ თავს ესე, აი ალბათ მთებს გადადგავდით და აი ასე ეს არის მისია. ესე და ნახე ეს წინადადებას დავასრულებ, რომ ამან შემიკრა არსი, ანუ სულ ერთია მე ამას ეხლა public speaking, ანუ საჯარო გამოსვლებით ვიზავ, ტრენინგებით ვიზავ, მონაცემებით და ანალიტიკით ვიზავ, თუ ასე შემდეგ, თავარი არის რომ ცვლილებების ძალა, ინსპირაციით, ფსიქოლოგიას გამოვიყენებ. ანუ ახლა ჩემ ასაკში დამიგროვდა სხვადასხვა გამოცდილებები, რომელიც ესა ვარ თუ ისა ვარ, ამაზე აღარ არის რომ კონსულტანტი ვარ თუ ტრენერი, ეს ჩემთვის არის უკვე ფორმა, სხვადასხვა ფორმა, მაგრამ არსი არის ეს, რომ მე თუ შევძლებ რომ ადამიანებს, ლიდერებს, ორგანიზაციებს აი პატარა სხივი შეუტანო და გავაძლიერო ძალა და ცვლილება დაიწყო მაგ. სასიკეთო ცვლილებების ძალა თუ შევძელი რომ ეს მეც მაშინ მისია შევასრულე. ეს ხო პირველი კითხვა. ეხლა მეორე კითხვა იყო. თუ გავდავპაუზდე პერსონალური საკითხი და მე მეორე კითხვა იყო როგორ შემოიერთე რა მაგ ამბავს. ხო და ნახე, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ სოციალურ ეხა იდეა მაქვს. ხოთ უნდა ამიყვანო სამსახურში რა მან მინდა მოვიდე მომინდო მაგ. არა, ნუ რავი რა. მოედი მინდა თქვათ რა. ხა და რავი, ჩემი ეხლა ცოტა ისე დაიმთხვა, ჩვენ კი ძალიან გავს, რომ ჩემი პირადი მისია მაქვს ამოკვიატებული ამ წიგნის ინსპირაციით, Unleash the Human Magic თქო რა, ანუ გამოაფრქვი ადამიანური გამოაჩვენე ადამიანური მაგია. არ გაგვიჭირდეს, მაგრამ აი რამე მაგალითს თუ მომიყვები, როგორ ქონდა ეგ პირადი მისიების გადაჯაჭვის, ან რა სავარჯიშო გააკეთა, როგორ არ არის ეს სავარჯიშო რა, ნახე, არ არის, აი შეიძლება როდესაც ასე ვთქვათ, დასეტაპებას აკეთებ პირველად, ან ტრანსფორმაციას აკეთებ, ამას კონდეს განაცხადის სახელი, რომ ხალხო, ან ფორმა, ვთქვათ, ახალი სლოგანი გვაქვს, ან ახალი, მაგრამ მისია ეს არის შენი ყოველდღიური ცხოვრება.
შენი მაგალითი არის ის და არის კომუნიკაცია ამის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ შემოუერთდა ამ იდეას ადამიანები და რა გავაკეთე ამისთვის? ერთი რომ მე მჯეროდა ამისი და მგონია რომ ჩემი ყოველდღიური ქმედებით, საქმიანობით და დამოკიდებულებით ადამიანები სჯერათ რომ მე მჯერა ამისი, რასაც ვაკეთებ და მესამე არის რომ კომუნიკაციას ვაკეთებ. ანუ ყვები, ვლაპარაკობ ამისთან და ანთებული ვარ როცა ამაზე ვლაპარაკობ და ანუ მე ვერ ვახდენ ზეგავლენას. აქ მაგალითად ანუ აი როგორი კითხვა მიჩნდება. იცით რომ ვიანში რო ვაკეთებდით ყოფილ ევექში ხარ რო ვიანი ქვია რებრენდინგს რო ვაკეთებდით მანდაც იყო ეს მისის სავარჯიშო რა და იქ ქონდა რომ გარდაუქმნათ ჯანდაცვის სისტემა ისე რომ რაღაცა ყველა ადამიანი იყოს აღარ მახსოვს დამოვიდა transform the culture არა ხო transform the culture of healthcare მოკლედ ჯანმრთელობის ზრუნვის კულტურის გარდაქმნა იყო მან ეგეთ რაღაცას ვფიქრობ რომ აი კარგი ეს ეხა პროცესებში ქმედებებში ორგანიზაციულ ნაბიჯებში ხო უნდა ჩავიტანოთ და აი ეგეთ რიტუალის ის იყო რაღაცა წიგნში ამოვიკითხე მე მგონი რომ აი ნებისმიერი გადაწყვეტილება გაატარე მაგ ფილტრში რომ ეს საბოლოო ჯამში ამ მისიას ემსახურება თუ არ ემსახურება კი ბატონო რამე მაგის დამაგვარს აკეთებ? აუცილებლად მე არ ანუ კულტურა ეს არ არის ფურცელზე დაწერილი ფასეულობები და მისია რა. ანუ კულტურა არის ყოველდღიურობა და აი სხვებსაც რო ვემუშავები ჩვენს კლიენტებს გარდა იმისა რომ თქვათ ერთია რომ დიზაინი გააკეთო და შეთანხმდე როგორც ის რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები ეს არის ჩვენი ქცევის რა მოსულა რა არ მოსულა გმირი ვინ არის ჩვენთან ხომ მტერი ვინ არის ვინ არის მიუღებელი ჩვენი კულტურისთვის და ანუ წესებზე შეთანხმდე რელიგია რა აი ჩათვალე ეს არის კორპორატიული რელიგია რომელშიც არის შენი 10 მცნება და ფასეულობები. ასე ვუყურებ ამას, მაგრამ ეს ამ რელიგიას, როგორც ყველა რელიგიას, ხო, სჭირდება რიტუალები, რა თქმა უნდა, სჭირდება პროცესი და ამისი მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, რა ვიცი, აი ყოველდღიური ყოველდღიური პატარ-პატარა რაღაცები და სისტემები, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემების შექმნაც. მაგალითად, თუ მე ვიძახი, რომ ცვლილებების მხარდაჭერა უნდა გავაკეთო ჩვენ როგორც კონსულტანტებმა, მაშინ მე ცვლილებების მხარდაჭერას როგორ ვაკეთებ, ამას უნდა ვიაზრებდე, რა კომპეტენცია მჭირდება, რომ ეს სადღეგრძელოდ არ დარჩეს. ანუ ძალიან ხშირად ხედავ, რომ სურვილს რა მინდა მისიასა და ყოველდღიურობას შორის არის ხოლმე ძალიან დიდი ნაპრალი. და ეს რჩება სადღეგრძელოსად და მე კარგავს თავის ძალას, რწმენას აკარგვინებ ადამიანს, რომ ხო, ვიძახით რომ გუნდურები ვარ და ვჭამთ ერთმანეთს, ან საბუნსო სქემა გვაქვს სრულიად კონკურენტული და გუნდურობას რო ხელს უშლის, ეგეთი, მაგალითად. ანუ ეს აღარ არის კონგრუენტული, ხო, ის რასაც აცხადება და რასაც აკეთებ ყოველდღიურად. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს იყოს ხო მე მიყვარს კონკრეტიკები და ბარემ მიწერი აქ ჩანიშნული რაც მაინტერესებდა რა ფასეულობები გაქვს რამე მაგალითი რომ მომყვანო და ორგანიზაციის ფასეულობების ჩამოყალიბების დროს ან იქ პროცესებში აი რამე მაგალითი თუ შეგიძლია რომ გაიხსნა რომ აი ეს ფასეულობა ჩამოვწერეთ და აი მე პროცესში ვაუ ეს აი რა იყო ანუ მაგის მოყოლა დავიწყე რომ აი change-ზე როცა ვლაპარაკობთ კომპეტენციებში რომ ჩავშალეთ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მაგალითად ის რომ ცვლილებებში სხვას ვერ დაეხმარები თუ შენ მუდმივად შენ თავზე არ მუშაობ ანუ EQ ანუ ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტანტისთვის იმიტომ რომ კომპეტენციით მარტო ვერ ეხმარები ცვლილებების მხარდაჭერა თუა და ჭკუის სწავლება არ არის ხო ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება წამოვიდა ჯერ რო იცი რა არის შენ შეიძლება და ეს მარტო გააზრება კი არა ჩვენი მაგალითად თანამშრომლების შეფასების სისტემაში თანაბარწონიანად გვაქვს შემოტანილი ეგრეთ წოდებული hard skill-ები, ანუ პროფესიული უნარები და soft skill-ები, ანუ რბილი უნარები, ხო? და ვიძახით, რომ შენ რომ კონსულტანტი იყო, აი ეს თვისებები უნდა გქონდეს, შეიძლება იყოს სუპერ პროფესიონალი ამ საქმეში, მაგრამ შენ არ ახარ კონსულტანტი თუ ამ და შენ ვერ აკეთებ ამას, ამ ცვლილებას ვერ აკეთებ. ეხლა რა შეიძლება ფასეულობებს ჩვენი 4 ფასეულობა, რასაც ქვია core values, ხო, ანუ ფუნდამენტური კომპანიის ფასეულობა, რომელიც მე უამრავ, ასე ვთქვათ, პოლიტიკებში, ქცევებში დეკოდირდება. და ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რასაც გონიათ ხოლმე რომ აი მართლა ეს 4 რო ვთქვით, ახლა თავისი დამყარდება. პირველი ეს არის
სიყვარული და მხარდაჭერა. სიყვარული იყო ფუნდამენტური ისისთვის ყოველთვის. საქმის სიყვარული, კლიენტის სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული, სიტყვა სიყვარული ბიზნესში რო შემოვიტანეთ, ძალიან ეხა ბიზნესის გული ქვია და აი მართლა ესე თავაწეული ვიყავი, რომ 23 წლის მე ჩვენ 23 წლის წინ თქვით, რომ სიყვარული არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი რა ძალიან საინტერესო ტრანსფორმაცია გაიარა, აი ამ 23 წლის განმავლობაში, რომ სიყვარული და პატივისცემა გქონდა. და ეს პატივისცემა გახდა მხარდაჭერაში გაიზარდა. მარტო პატივისცემთქი ცოტა რაღაც დისტანციური იყო და ცოტა ეს გადაიზარდა მხარდაჭერაში. სიყვარული და მხარდაჭერა მუდმივი განვითარება და ეს სულ ის არის ეფექტიანობა, შედეგი უნდა მოვიტანო, კი გეფერები, მაგრამ შედეგი მომაქვს რამე, ხო, ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრს მუშაობ ჩვენთან არ ხდება წახალისება ბევრი მუშაობის, ჩვენთან ხდება ეფექტიანობის მუშაობის და შემოქმედებითობა, რაც არის ST Global-ში, მაგალითად, ახლა კვლევას ცოტა განსხვავებული მიკროკულტურა აქვს, ანუ აქედან ნაწილი არის თავისი, მაგრამ იქ მაგალითად არის ცნობის მოყვარეობა, იმიტომ რომ არის ხო ხდება, ანუ ცოტა განსხვავებული და ინოვაციურობა, იმიტომ რომ სტრატეგიულად სულ სხვა რაღაც გვინდა რომ გავაკეთოთ. აქ, ანუ აი ამ 4 შემოქმედებითობა ძალიან ბევრ რამეში იშლება ჩვენთან განვითარების უნარი, აი ცვლილებების მიმართ ადაპტაციის უნარი, ძალიან ბევრ რამეში დეკოდირდება, იმიტომ რომ შენ როცა გინდა რომ ეს ფუნდამენტურ ფასეულობებამდე მიიყვანო, ანუ რაღაცა ამოარჩიო, ეხლა 250 სიტყვა თუ მეტი აღმწერი არის ფასეულობის. და შენ ძახი რომ რაღაცა 4-ზე ეს ფასეულობა ჯობია თუ არ არსებობს რომელიმე ფასეულობა რომელიმე ჯობდეს ესე არ არის და ანუ როცა შენ ირჩევ რაღაცა შენ ძახი რომ ეს არის ჩემი ხასიათი ეს არისო წინ წამოწეული თორე ამ 4-ის გარდა რა სხვა რამე არ არის ძვირფასი ხო ძვირფასია კი აი გიხა ხალხამდე პროცესი ჩაიკითხები რატო გამიშა რამდენად კრიტიკული და მნიშვნელოვანია ჩემი აზრით არის და პროცესი შენ მაინტერესებს ანუ შენ თუ არ აფასებ არც ერთ მაგას როგორც კომპანიის დამფუძნებელი და ლიდერი გამოვა საერთოდ მაგ ფასეულობების არა რა თქმა უნდა არა ხო და აი მაგარ 250 სიტყვიდან რო არჩევ საბოლოოში შენსაც არჩევ ხო შენ რა გიხმიანება აუცილებლად აი კომპანიებთან რომ მუშაობთ ესე ვთქვათ ტრანსფორმაციული კოჰორტა ან ტრანსფორმაციული გუნდი მოდი ესე დავარქვათ ეს გუნდი რომელიც მართავს ამ კომპანიას რომელმაც ტრანსფორმაცია უნდა გააკეთოს ამ ადამიანების რწმენებით უნარებით და შესაძლებლობებით იზომება ამ კომპანიის შესაძლებლობები უნარები და განვითარების შანსი რა თუ რამე არ მოწონთ თავში უნდა ეძებონ თუ მათ დიდი პოტენციალი აქვს კომპანიას დიდი პოტენციალი თუ აკლიათ ვიღაცა ამაში რომელიც შემოიტანს ამას უნდა დაიმატონ ანუ ნამდვილად ესეა თვითონ რისიც არ ჯერათ მოვიდა კონსულტანტი დაგვიწერა მაგარი სტრატეგია და აბა მიდი გააკეთეთ ახლა არა, ამიტომ მე არ მეჯერა ეგეთი ჩვენ თავს ვეძახით ფასილიტაციურ კონსულტაციას ვეძახით, როდესაც ჩვენ გეხმარებით, რომ შენი საუკეთესო რესურსების შესაძლებლობები აი სინერგიულად მთელი ამ გუნდის სინერგიული გუნდური პოტენციალი შევქმნათ და ამითი შევქმნათ და მე ამას შემოუერთოთ კიდევ უფრო ნუ სხვა გუნდები და გუნდების გუნდად იქცეს რეალურად ეს კომპანია, რომელშიც ყველა ადამიანი რეალიზდება და მოაქვს სიკეთე ხო კომპანიისთვის, მომხმარებლისთვის და საზოგადოებისთვის. ამიტომ კითხვაზე რომ მე თუ არ მჯერა ამ ფასეულობების, ეგ კი არა კონოტაცია, აი სიტყვაც კი სემანტიკურად მე თუ არ მომწონს სიტყვა ანიცინერი მოდი შიგნით ესე ვთქვათ ეს სიტყვა გამოვიყენოთ მაგრამ არა ეს 360 გრადუს არის ანუ სიყვარულზე როცა ვლაპარაკობთ ჩვენ ყველაფერზე რესპონდენტის კლიენტის სამყაროს საქმის თანამშრომელი ყველა არ შეიძლება რომ მე თანამშრომელი მიყვარდეს კლიენტი ან კლიენტი მიყვარდეს ანუ არ არსებულია ხო განვითარებაზე ვლაპარაკობთ ეს დრაივი ჩვენ შიგნითაც უნდა გქონდეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვითარდებოდეთ მაგრამ როგორც ფუნქცია მიზანი მისია ესეც სხვისი განვითარებაც ჩვენ უნდა ამაში მხარდაჭერა უნდა მივცეთ, ხო? ეფექტიანობაზე როცა ვლაპარაკობთ, შიგნითაც ვაფასებთ ეფექტიანობას, რომ შენ რა მაგარ და კლიენტისთან მე შედეგი რა დავდე თუ არ დავდე, მისთვის ღირებული შედეგი, ჩემთვის ღირებული კი არა, მისთვის ღირებული. ეს არის ეფექტიანობა. აი, როგორ გაქვს გაწერილი, მაგალითად ეფექტიანობა, როგორ გაქვს გაწერილი, აი პროცესები რო წავიკითხე, რომ შემიშვა ახლა ორგანიზაციაში და რომ მომცე ან შიდა განაწესი ან რამე პროცედურა რა. აი, როგორ ამოვიკითხავ იმას, რომ აქ ეფექტიანობა არის ამ კომპანიის
ფასეულობა. ჩვენ ვებგვერდზე რო შეხვიდე ფასეულობების განმარტებებიც რას უდებს შიგნით არის ასევე არსებობს რა თქმა უნდა უფრო მეტი ვიდრე აქ რო რა მოსულა რა არ მოსულა და ბევრი რამე არის ამის მაგრამ მოდი ესე ვთქვათ რომ ახალი ადამიანი რომ მოდის რა კულტურაში მოდის ან პირდაპირ რიტუალის ნაწილია ონბორდინგის ასე ვთქვათ აი ადამიანის კომპანიაში შემოსვლის ნაწილია რომ უყვებით ისტორიას დამფუძნებლების ისტორიას საიდან წამოვედით რა დაგვემართა როგორ მოვედით აქამდე რისი გვჯერა რისი გვწამს რა მოსულა რა არ მოსულა და მე რა თქმა უნდა ოპერაციული ნაწილი მოყვება რომ მენტორი ვიყავს სადიჯდება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ასე ვთქვათ როცა პირველად შემოდის თიმში, მაგრამ მე მაგალითად ერთი თვის მერე აუცილებლად არ მისი უშუალო უფროსი, ან მე შეიძლება სამზარეულოშიც იყოს და არ იყოს ფორმალური ნაწილიც აქ ამას რა თქმა უნდა, აი ვთქვათ ერთი თვის მერე ვეკითხებით რომ როგორ გძნობ აქ თავს, როგორ აღწერ იმ კულტურას, რომელშიც შენ ხარ. ან ფანტასტიკური ტესტი, იმიტომ რომ ახალი ხედავს გადასარევად ამას. თუ იცი, ვაიმე როგორი მხარდამჭერია ყველა. Okay, ხარდამჭერია ყველა. მე იმდენი რამე ვისწავლე, მე იმდენი რამე ვისწავლე. Okay. განვითარებად. ანუ რა, აუ ძალიან მაგარ პროექტზე ვმუშაობ და საინტერესო შედეგი. Okay, ეფექტიანობა. Okay. ანუ აი ეს არის. ანუ ეფექტიანობა, საინტერესო პროექტი რა მაგარი შედეგები დაიდო. ანუ საუბარი და წახალისება იმის რომ შედეგები დაიდო. აი დღევანდელი ჩვენი ზეიმი მაგალითად, ჩვენ საერთოდ ესა გვაქვს ძალიან საინტერესოა რომ კლიენტმა შეიძლება ეს არც იცის. ეხლა ერთ-ერთ კომპანიაში გავაკეთეთ პროექტი, რომელშიც მივეცით რეკომენდაციები და ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა ჩადო, რომ ხალხო აი ეს ბრენდი ჩააგდო, მისი ჩააგდო, ყველა ჩვენი რეკომენდაცია. ანუ ისე გვიხარია. აი ხვდები. ანუ ეს არის ჩვენი პროფესიული სიხარული. სიამაყე რომ ნახეთ, აი რაც უთხარით, ეტიკეტზე შეცვალა, ექსპერიენსში შეცვალა, იმაში შეცვალა, რა მაგარია. ხო, მადლობა კლიენტმა, რომც არ მითხრას, გამოიყენ, ანუ ჩვენი პროფესიული ბედნიერება ეს არის, რომ ეს ვიზმეთ. ხო, რა მაგარია, ხალხო, кейსი ხوار დავწერ, მე წამოვიდა და პიარის და იმის ამბავი, რომ кейსი ხوار და მაგრამ პირველი იყო ზეიმი, ჯერ ზეიმი იმ ადამიანის რომ რა მაგარია ჩვენმა კლიენტმა გამოიყენა ჩვენი რჩევები, გულწრფელად გაუხარდა, ანუ არავისგან არაფერი მადლობის წერილებსაც აზიარებენ რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არავის მადლობა არ უთქვამს. ეს არ არის ხა კულტურის ნაწილი, რომ შენ გიხარ, რა ვიცი, ხა დადო არ დადო იმანგან. ხო, იმიტომ რომ მაგითო გადავედა რომ კონსულტანტები რაღაც იგი ხო სტერეოტიპი ხო ეგეთია რომ მოდიან გირჩევენ და მე რო ფლორადარებდით რა მოხდა რა. არც ფლევარები, არც კონსულტანტები, ჩვენი პროფესიული ანუ ესე გვესმის და იმიტომაც უზეიმობთ. ამისი გვჯერა და ეგ არის ჩემთვის მე უკვე ტესტი, რომ მე რას ვლაპარაკობ კი არა. ეს ადამიანები რა ზეიმობენ, ეს ადამიანები რას ვერ ეგუებიან. ჩვენ ყავდა ერთი ოფის მენეჯერი, რომელიც გუნდმა უბრალოდ ვერ გადახარშა, რომ მას მისი საქმე არ უყვარდა. ეს არ იყო კონსულტაციაში, ხო, იყო მითერი იყო ასე ვთქვათ შემოსასვლელში ხო რეცეპციაში ადამიანი, მაგრამ ძალიან არ მოწონდა ის საქმე, რასაც აკეთებდა. ანუ თვლიდა რომ იქ არ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, სხვაგან უნდა ყოფილიყო. ვერაფრით გუნდმა, ანუ ვერ აპატიეს ეს არ სიყვარული. დამლაგებელი ჩვენთან სიხარულით უნდა, ანუ ეს არის ჩვენის, რომ უნდა უყვარდეს თავის საქმე. უნდა უყვარდეს, რომ შენ აი გეფერება, შენ გეხმარება, შენ კი, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა აი გასაუბრების დროს უდიდესმა აი შენ რო არჩევანი გქონდეს რომ აღსრულებაში იყო მაგალითად ან აი თანაბარი ის რო გქონდეს შანსები სად აირჩევდი ან სულ კითხავს ვთქვათ რომ ნამდვილად იქ მოდიხარ ნამდვილად გჯერა გაგიხარდებოდა ეს სურვილი გაქვს თუ უბრალოდ სამსახურს ეძებ ნამდვილად ანუ აი იმდენ ზოგჯერ ვაშინებთ რომ იცი რა არის აი ესეთი გამოწვევა იმიტომ რომ გამოწვევასაც ირჩევ შენ მარტო სიხარულს კი არ ირჩევ შენ გამოწვევასაც ირჩევ ხო იმასთან ერთად ამ ასეთი ტიპის პრობლემების გადაჭრა მე მიხარია ხო ანუ ურთულეს კლიენტებს რასაც ეძახიან ჩემი ბედნიერება არის რომ ყველაზე რთულს რასაც ვითომ ჩემთვის რთული არ არის ჯერ ერთი საინტერესოა სხვანაირად ვეძახი ამას მაგრამ ანუ იმ ადამიანებში სასიკეთო ცვლილება მისი პოტენციალი მისი აი გაბრწყინებას რო ხედავ ეს მაბედნიერებს და ამიტომ
მისი ბრაზი, წინააღმდეგობა, მისი მხრიდან თავდასხმა შეიძლება იყოს, რომ მიუღებლობა ცვლილებები რთული საქმეა. ძალიან რთული საქმეა. ხო, და ეხლა მისიაში ეს რო არა, ანუ ყველას უნდა ცვლილებები და არავის არ უნდა რომ თვითონ შეიცვალოს. არა, ხო, იგა სირთულე მაგ. ეგ ტკივილი არ გვინდა რომ შეიცვალოს. ამიტომ აი ეს ჩამოწერილი გვაქვს რა გვინდა. ტიპის პრობლემების, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის პრობლემები ჩემთვის მისაღებია. და ამას წვეთ და სხვა რიგის პრობლემები არ არის მისაღები. ეხლა ბევრი რაღაცა ძალიან მეცნო და შემეხო რა. შენ რო იკითხე და ოდიკად რო გითხე პროცესებზე და რიტუალებზე და შემდეგ რა. ეს ხარდაჭერის ღირებულება ჩვენთვისაც ძალიან კი არა ჩვენი ღირებულებაც იყო. და აი იმედიელში? ხო, და აი როგორ გავიგოთ თემაში ვარ რა. ანუ ეგ კითხვა კი არ დასმულა როგორ გავიგოთ ახლა ჩვენ ამ ღირებულებას მიყვებით თუ არა, მაგრამ ეგეთი პატარა ტრადიცია გქონდა რა, რომ ნუ რაღაცა კოჰორტას ახალი ადამიანების რო ავიყვანდით, მნიშვნელობა არ გქონდა დეპარტამენტს რა, აი ახალ მოსულები პირობითად ეხლა რა არის მაისისთვის, ხო? რაღაც კომპანიაში მაისისთვის, რავი, 15 ახალ მოსულია, ზოგი IT-შია, ზოგი call-center-ში, contact-center-შია, ზოგი კიდე სადღაც. აი ეს ყველა ადამიანი აქვია მაგას Zoom-ით თუ Teams-ით თუ რაც იყო, მოკლედ online ამ ხალხს ხვდებოდი მე რა და ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეჟიმში და პლუს უყვებოდი, აი რასაც ახლა უყვებოდი ვინ ვარ, რა ვარ, რის ვიჯერა, ვის დავეკარგეთ, ასე შემდეგ რა. და ვეკითხებოდი, რომ ძალიან ბევრი როგორ იყო, იცი რომ ხა ზოგი მოვიდა ხვდები რაღაც 1 მაისს და ზოგი მოვიდა, რა ვიცი, 28 მაისს რა და ქოლი არის 5 ივნისს. და ნუ ძალიან ბევრი იყო, ვისაც უკვე რაღაცა 1-2 კვირიანი გამოცდილება მაინც ქონდა დაგროვილი და ყველა ზოგადად ვკითხულობდი, რომ აი ხა 1-2 კვირაში თუ ვინც რაღაცა დრო გაატარეთ, აი რა შტაბება გრჩებათ, ვინ ვართ და არ ყოფილა მინიმუმ 24 ეგეთი კოლი მაქვს გატარებული, არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ ეთქვა აბსოლუტურ უმრავლესობას, რომ მე ეგეთი მხარდამჭერი გარემო ვაფშე არ მინახავს რა. არავის არ უთქვა კულტურის ნაწილი. არავის არ უთქვამს იქ რომ საოცარი შედეგიანები ხართ, ანუ ეფექტიანობა ჩვენ მქონდა შედეგიანობა. ეგეთ რამე არავის არ უთქვამს რა, ეგეც ღირებულება იყო. კაცის შულს არ უთქვამს. მით უმეტეს კაცის შულს არ უთქვამს, რომ შინაგანი სიმშვიდე არის სუპერსა ყველგან. ეს იყო ესე ბოროტად ჩატენილი ღირებულება ჩემს მიერ, იმიტომ რომ ნუ აი მეთქი არ ვიცი, პირადად ჩემთვის მინდა. არ შემილია ვერ ვიშფოთებ, მე უნდა ვიყო ნირვანაში ხო და ჩემ გუნდმა ჯანდაბა შენი თავიო და კაიო. მე ჩუბობდი ეგრევე ეფექტურობაზე, აღარ ამოღებას ჩალიჯობდი ეფექტურობის იქიდან. ხო, არა, ამაზე შევტყდა. კოსტკატიში გადაითარგდება მეთქი ყველა ჩვენი ის ქონდა პროექცია. ხო, თიკა ამბობდა, რა ვქენით რა, რომ ეგ შიშები ჩვენს ქონდა რა, ზუსტად იგივე შიში იყო. ეფექტურობა კონოტაციურად ანუ მოჭრად და ანუ ჩვენ ბიზნესში თან მოჭრა ნიშნავს ყველა ბიზნესში მოჭრა არასასიამოვნო რამე, მაგრამ ჩვენ ბიზნესში მოჭრა არანაზღაურება. კატასტროფა. დავჩაგდოთ. აი აპაპაპ ეგრევე ანუ ყველა წინააღმდეგი იყო ამ მოჭრაზე, გადაობ რა მოჭრა, ჩვენ რა ბიზნესში ვარ, ჩვენ აქ ხალხს ვეხმარებით, რა მოჭრა და მე ავდექი ხო და ეხა ავდექი მივხვდით რომ თუ არ ავხსენით რას გულისხმობთ, ანუ რას მომწონს ჩვენ მუშაობდით 10 კაციანი გუნდი და მაქსიმუმ კიდე მე 20 კაციანი გუნდი ველუებზე, მაგრამ თუ არ ავხსენით 600 კაცში რას გულისხმობთ, დევიღუპეთ. და ავდექით და იმუშავეს ადამიანებმა და განმარტეთ თავის ერთი ამდენ გვერდიანი ალბათ ერთი 4-5 გვერდიანი დოკუმენტი გამოვიდა. ყველა ღირებულება იყო განმარტებული, აი ესე ტექსტობრივად და მაგალითი იყო მოყვანილი. აი მაგალითად აი ამას გულისხმობთ რა და აი ესეთი შეიძლება ეგეთი დურაკული მაგალითი ყოფილიყო, რომ რა ვიცი ეფექტიანობის რა, რომ აი 1 საათის დახარჯვა 10 ლარის ღირებულების შექმნაში თუ 2 წუთის დახარჯვა 8 ლარის ღირებულების შექმნაში, რომ აი ეს არის ძმაო ამას გულისხმობთ, ცოტათი ბევრი არის ეფექტიანობა. ხო და მე ეს დოკუმენტად შევქმნით, კი არ დავარიგეთ ეს დოკუმენტი, QR კოდი მივადგით.
ბლოკნოტებში პირველ გვერდზე რო დავბეჭდეთ, დავხატეთ ეს QR კოდებიდან ბლოკნოტის ახალოდ რო დავარიგეთ და ეს ჩვენი რაღაცნაირი ტრადიცია იყო ბლოკნოტის garaში ადამიანებად არ ვთვლიდით ერთმანეთს, ბლოკნოტს რო დავარიგებდით, იმ QR კოდს რო დაასკანერებდით, ერთელი ეს დოკუმენტი იხსნებოდა და განსაკუთრებით ახალ მოსულებს ამ ბლოკნოტს ხო ეგრევე ჩუქნით, რომ აი კეთილი იყო შენი მობრძანება იმედიელში, აჰა შენ ბლოკნოტი და იქ QR კოდში ეგრევე მთელი ღირებულებების თემა იყო. რატო მაინტერესებს რომ ჩემი ყველა წინა გამოცდილებები და ისინი მახსენდება რა. კაი, განმარტე კარგი. და თვითონ პროცესუალურად ეს ეფექტიანობა რო cost cutting-ში არ გადაიდა, ჩემი საკითხი რა იყო და დარდი ევექში რომ მაგაზე ვკამათობდი და ამოღება მინდოდა იყო ის რომ როგორც კი ბიუჯეტირების პროცესი იწყებოდა, ანუ ესეთი გუნდში ეგეთი ის ვაიბი რა ენერგია ჩნდებოდა რომ აი всё რა ეხა კიდე ყველა ხარჯებს მოუჭერს აქ რა ან მაგით იყო და ეგ ან იმიტომ გეშინოდა ეფექტიანობა რომ მაგას შენ განათარგმნილი იყო რომ ეგ ისტორია მოსდევდა იმედიელს და ტრანსფორმაციას გადიოდით თუ უბრალოდ ვაიმე არ მოხდეს და სხვა რამე ანუ პროცესუალურად როგორ დაამტკიცე რომ შენ ეფექტიანობას თუ ეფექტურობას მოჭრას არ გურისხმობთ ხო თუ ქონდა რამე ეგეთი არა ეგეთი რაღაცები გამიჭირდება ხა მაგაზე ჩამოყალიბებული პასუხის გაცემა მაგრამ ჩემი მიდგომა არის ეგეთი რომ ყოველთვის არის რუმი ადგილი შეცდომებისთვის რეალობაში რა და ანუ თავს ვერ დავდებ რომ აი ეს ეფექტიანობის ღირებულება 100%-იანი სიზუსტით ყველა ეტაპზე და ყველგან მაგალითად ეფექტიანობის გავატარეთ მაგრამ იდეა რა იყო რომ ეს არ იყო მე არ მივსულ ვარ სამსახურში და არ მithქვამს რომ ხვალიდან მუშაობთ ამ ღირებულებებით ეგეთ რამე არ ყოფილა თვეები მათ შორის თიკასთან ერთად და თიკას გარეშეც თვეები მუშაობდით ამ თემაზე და ანუ ის 10 ადამიანი თუ რამდენიც ვიყავით ვინც ამაზე მუშაობდა იქ თქვით რომ ხო უეჭველია უეჭველი აი ამ პრინციპით მუშაობს და ეს 10 ადამიანი იყო კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელი. ესენი თუ ამ პრინციპით მუშაობდნენ ალბათობა რომ ეს კასკადირდებოდა მერე ქვემოთ იყო ძალიან დიდი. ანუ იმის თქმა მინდა რომ მე არ ვამბობ რომ ეს რო დავწერეთ წავიდა მერე ყველაფერი 100%-იანი ზუსტი არა, მაგრამ ცალსახად მაგას ვარტიკულირებდით ვისაც გვეკუთვნოდა ამის არტიკულირება. ხა ბიუჯეტირებას პროცესში რა მაგალითად რა ეგ იყო ძალიან კონკრეტული მოცემულობა რა ჩვენ ვიცოდით რა გვინდოდა top line-ში ვიცოდით რა გვინდოდა bottom line-ში და შუაში უნდა გამოგვეყენებინა ეფექტიანობა რომ ესეც და ისეც მიგვეღწია მინიმალური დანახარჯით ბიუჯეტირებას მაგალითად ამ შემთხვევაში იდეაში CFO აკეთებდა და მე და CFO ერთად ამაზე ვჯელობდით რა მაგრამ ხო მე ყველაზე მეტად მეხმარება, როცა ვააზრებინებ ინდივიდუალურ დონეზე ადამიანებს, ხო, ჩემ გუნდში იქნება თუ სხვაგან. მისთვის აი მაგალითად ეფექტიანობა, რას ნიშნავს შენთვის? პირადად შენთვის რას ნიშნავს რა ეფექტიანობა? ხო, მაგალითად ახლა მე რატო ვიძახი, რომ ძალიან მინდა თან მაგას სულ ფიქრობდი რა, შეთქო რომ ბიზნესის კეთების დროს, მე რო ჩემს საკუთარ ბიზნესებში, აი ხან ბაბლჰედში მე ძალიან მინდა უგუგება რომ მაღალი მქონდეს რა, საერთოდ არ მინდა რომ ფლანგავდე და საცერი, როგორც საცერი მქონდეს რა. და ამავე დროს არ მიყვარს დამზოგველობა. მიყვარს მეტის შოვნა იმისთვის რომ იმასნაირ წინა იმაზე საუბრობ. ხო, რა, აი ჭკვიანურად ხარჯვის სიტყვა და პროცესი კულტურაში ეგ როგორ უნდა დავნერგოთ რომ არ გამოჩნდეს რომ ჟოშკავ ბოდიში ზოგავ კი არა მინდა რომ თუ გინდა მილიონი დავხარჯოთ მაგრამ მოდი 4 მილიონი მომიტანოს მაგ მილიონმა და არა 2 მილიონი რა აუ მე მგონი ხა მომივიდა როგორ ავხსნა კარგად ნახე თითო ფასეულობას თუ აიღებ შეიძლება უკიდურეს ფორმატში ისეთში გადაიზარდოს ნებისმიერ გინდა სიყვარული აი მაგალითად ხო ისეთი მასში სიმახინჯეში გადაიზარდოს მიჯაჭვულობაში გადაიზარდოს მაგალითად ხო სამართლიანობა სისასტიკეში შეიძლება გადაიზარდოს ანუ უკიდურეს ფორმატში თუ წახვედი თუ სხვა ყველაფერი მოაშორე ეს იმიტომაც არის ფასეულობების ერთობლიობა რომ ეს ერთმანეთს აბალანსებს შეხედე თუ მე ეფექტიანობის შედეგად შემიმცირდა შემოქმედებითობა შემიმცირდა განვითარება და მხარდაჭერა ესე იგი არ მუშა ამიტომ ეს ერთმანეთს აბალანსებს ეგ მაგარი ხედვა ეგ ძალიან მაგარი ხედვა ეს არის ბანდლ, რასაც აი ერთობლიობაში რა, ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ერთმანეთს, ანუ სამართლიანობასთან ერთად მე ჰუმანურიც თუ ვიქნები,
მაშინ სისასტიკეში არ გადავალ და ჰუმანური მარტო რომელიც შეიძლება ყოველთვის მიმტევებლობა გადავიდეს ისეთ რამეში რომ ყველაფერი აპატიო და უსამართლობაში გადახვიდე ამას შენ გიბალანსებს რომ სამართლიანი ხარ. ანუ ამიტომ რაღაცა ერთი კი არა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბალანსი რა რომ რაც ერთმა არ გადახვიდე რაღაც უკიდურ ჩვენ ოჯახი ვართ მაგალითად იძახიან რაღაც ბიზნესებში ხო და ვიღაცა ებრძვის ამ სიტყვას ოჯახს აქვს ძალიან კარგი თვისებებიც მაგრამ ასევე აქვს ჩრდილი. ამიტომ აი თუნდაც ამას მე ჩემს კომპანიაში კლიენტ კომპანიებში ხშირად ვიძახი რომ იცოდეთ რომ ნებისმიერ თქვენ გაცხადებულ მისიას ფასეულობებს აქვს თავისი ჩრდილი. მაგალითად მე რომ ამაყავ თქვი რომ მე სხივი მინდა ვიყო და მეტაფორა ჩემი ისა მაგ მე ვაცნობიერებ რომ სხივ შეუძლია გაანათოს და სხივ შეუძლია დაწვას თუ დიდი დოზით იქნება. ანუ მე უნდა ვიცოდე როგორ შემიძლია ინსპირირება გავაკეთო ადამიანის და მხარდაჭერა მივცე ამაში ასევე ჩემი სიტყვით შემიძლია გული დაუყოდო ისე რომ ანუ საერთოდ ჩავაქვესკნელო თქვენ იმ დროს თქვენ ანუ ეს უნარია ანუ ყველაფერს აქვს თავისი მხარე. ამიტომ აი ოჯახურ ფასეულობებზე რომ ლაპარაკობ თუ ეს გადაიზრდება იმაში რომ ახლა როგორც ოჯახში ყველაფერი ეპატიება, თვალს ხუჭავთ, მაინც ერთად უნდა ვიყოთ მიუხედავად იმ ანუ რაღაცეებში თუ რომელიც დესტრუქციაში თუ გადავიდა რაც შრდილია, მაგრამ სამაგიეროდ ის რომ ნდობა გვაქვს, ერთიან რწმენა გვაქვს რომ ჩვენ ერთი ვართ და რაღაცა ეს ცუდი ხო არ არის ოჯახის ეს თვისებები. ამიტომ აი ფრთხილად უნდა ვიყო, მე წინააღმდეგი არ ვარ, თავის დროზე ბევრს ვფიქრობდი მასზე, აი ეს მეტაფორა გამოიყენო, არ გამოიყენო, ჩემპიონები, მეგობრები, გამოიყენე რა მეტაფორაც გინდა, რომ აღნიშნო განსაკუთრებულობა, მაგრამ გახსოვდეს იმის ჩრდილი და დააბალანსე სხვა რაღაცეებით. ასევე ფასეულობებში, რომელიღაცა ერთი თუ მარტო შემოქმედებითობაში თუ ხარ, აი ხა ჩვენ რო გადავიჭრათ მარტო შემოქმედებითობაში და შედეგიანობა გავწირო. ან მარტო განვითარებაზე ვიმუშაო და შედეგი არ მქონდეს რა. ან სიყვარული დაკარგო, იმიტომ რომ ვიყვარს ჩვენ ერთმანეთი. ან პირიქით, აი ჩვენ ხო გვიყვარს ერთმანეთი და შედეგი რა საჭიროა, ვაპატიოთ, ანუ დავიშლებით. ელემენტარულად დავიშლებით, ამიტომ აი ესე ბალანსი. მაგარი ძალიან ოჯახზე ну იმას გაცუნა ჩავაყო ხო ოჯახზე აი ის მაქვს რა ცოტა წიკი არა გამოსილებას აი ვიღაცამ თქვა არ ვიცი ვინ თქვა ხო გავუშვებ ოჯახს ხო ნუ ვერ ატყუილია აი ნებისმიერი სიტყვა მითხარი და გეტყვი იმის ჩრდილს არა დაწუნებული არა მესმის ხო კი ოჯახი ცუდი გამოვლინებით ოჯახი რომელიც გარდაიქმნა სიმახინჯეთ ტოქსიკურ ოჯახად რო გარდაიქმნება ეს კატასტროფაა საცოლი ხარ ყოველდღე რო ჩხუბობს არა თან ოჯახი აპრიორი ყველი მგონია მე იმიტომ რომ ადამიანის სამსახურიდან შეიძლება გაუშვა ეგ არის თამდევი აუცილებლობა ბიზნესის ხო ოჯახიდანაც მიდიან შვილები რო იზრდებიან კაცო თუ მიდიან და როგორც ასე არ უშვებ რა ანუ ზედმეტია ეხა ეს ბებია ჩემი და გაუდგა სახლიდან ნუ წარმოუდგენელია ხო მოკლედ ოჯახზე გართულება საერთოდ გართულება ფაქტორობა იმას ოჯახზე ყველა ჩვენი გართულება ხო არა ეგ არ გამომივიდა არა აი ამიტომ ვარ გადარეული თანამოაზრეობაზე ხო აი ვაშ ყველაფერი ჩემთვის ყველაფერი მთავრდება კი მაგრამ ნახე თანამოაზრე რო არის თანამშრომელიც შრომაც თუ არ ექნა ამას მარტო იდეებს გაცვლი და დარჩები მაგაში ანუ ნებისმიერს აქვს თავისი ჭრილი და უნდა ვიცოდეთ როცა კომუნიცირებთ რაღაცას და როცა ვიძახით რომ ეს არის ძვირფასი ამან რითი უნდა დაბალანსდეს უკან რა საფრთხე აქვს ნებისმიერ კულტურას რა ვიცი ყველა უბედურება რელიგიების სახელით კეთდებოდა და ღმერთის სახელით კეთდებოდა რაც ჯვაროსნული ომები ქრისტიანული მორალის ხალხმა რა ვიცი აღარ თანამედროვეს არ გადმოუწოდები და ჩვენ ქვეყანას აღარ გადმოუწოდები აქ მაგრამ ანუ რისი თქმა მინდა რომ თუ დამახინჯი და ჭრილი ყველაფერს აქვს რა კი ნამდვილად მაგაზიის მახსენდება სულ და მე კიდე ერთი ის მაქვს მონიშნული თან თემა გადადის რაღაცა ფრაზა იყო არ მახსოვს ვინ თქვა თავისუფლების განლაგებაა თუ ამერიკასო უდგასო აღმოსავლეთ სანაპიროზე ნიუ-იორკშიო დასავლეთ სანაპიროზე ლოს-ანჯელესში პასუხისმგებლობის განლაგება რომ დაკიდოს არ იქნება ცუდი ფილოსოფია კი იმიტომ თავისუფლების ფორმა რა ქაოსი თოვასო ხო ვინ თქვა მეც მაგ ეგ მოსწონს პიტერსონი არის არ მეგონი ჩემ აზრზე ყოფილა ვიღაც მე მგონი მე მაგიტო უეჭველი პიტერსონი ეგრევე მეცნო ძალიან კი არ მახსოვს მე უბრალოდ ზუსტად მაგიტო არ და რა დაშინა არსი ეგი სტრატეგიებზე მუშაობ ბევრ კომპანიასთან. დიახ. ალბათ ერთ-ერთი. აქ უნდა თქვა იცოცხლე, ესე უნდა გემასწრე. იცოცხლე რაც მე კომპანიის სტრატეგია მაგდა ბოხარშვილი. ძალიან ბევრი გზა და მეთოდი მაქვს მე პირადად
დასერჩილი, გამოყენებული შეიძლება მაგდენი არ მაქვს, მაგრამ მოკლედ ბევრი მეთოდი არის და ბევრი რჩევა არის და ბევრი რაღაცა არის, როგორც ისა და შენ როგორ აკეთებ საკუთარ კომპანიაში და რამე მეთოდი გაქვს თუ არა სხვა კომპანიებში რაღაც არგებ მათ სპეციფიკას უყურებ საკუთარში როგორ თვლი რანაირად უყურებ სტრატეგიას მოკლედ მაგ ნაწილში მაინტერესებს კი ბატონო ერთი ვიტყვი რომ ჩვენ მართლაც გვაქვს ჩვენი უნიკალური მიდგომა ორგანიზაციების განვითარების ან ტრანსფორმაციის ამას ქვია Power 3 სამის ძალა და ჩვენი რწმენა ესეთი არის ფილოსოფია უკან ესეთი არის რომ ხედვა კულტურა და აღსრულება ეს სამი დომენი უნდა იყოს კონგრუენტული შერწყმული რომ შექმნას გრძელვადიანი წარმატება და რეალური ტრანსფორმაცია და განვითარება. და ამიტომ როცა სტრატეგიებზე ვმუშაობთ, ამ ხედვას აუცილებლად ვაცნობთ ხოლმე. სტრატეგია, რომელსაც მხარდამჭერი კულტურა არ აქვს, ვერ აღსრულდება, სტრატეგია, რომელსაც არ აქვს აღსრულების მექანიზმები, დარჩება სურვილებად და ასევე ძალიან კარგი კულტურა ან სისტემები შეიძლება მარტო იმიტომ დაინგრეს, რომ ხედვა და იდეა აღარ არსებობს, ან დაბნელობა არსებობს, საით მივდივართ და არ სტრატეგია არსებობს და არსებობს მარტო სურვილი. მე მინდა გითხრა რომ ჩემი გამოცდილებიდან ძალიან ხშირად მიწევს ახსნა რა არის სტრატეგია და რა არ არის სტრატეგია. ძალიან ხშირად კომპანიები ამბიციას ჩვენ გვინდა ვიყოთ პირველი. ეს არ არის სტრატეგია, ვიყო პირველი, ხო? ან გავხდეთ ასეთი. ეს არ არის სტრატეგია. სტრატეგია მოიცავს სტრატეგიულ მიზნებსაც, შენს ამბიციასაც, მაგრამ ასევე მიღწევის გზებსაც და წარმატების საზომებსაც. თვითონ მექანიზმი მე ვიტყოდი ეგეთ რაღაცას, რომ ფასილიტაციური მიდგომა გვაქვს, რაც გულისხმობს და აუცილებლად მონაცემზე დაფუძნებული. ვიყენებ ესეთი სამი პილარი, ესე ვეძახით რა, რომ სამი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ ჩვენი როგორც კონსულტანტების ბიზნესის ცოდნა, ხო, და სტრატეგიას სჭირდება ჯენერალისტს ვეძახი რა. ძალიან ესეთი ჰოლისტიკური ხედვა ორგანიზაციის უნდა ჰქონდეს. დიდი გამოცდილება სჭირდება რეალურად იმას, რომ სტრატეგია იყო. ამიტომ ახლა მაგალითად შეიძლება ძალიან ჭკვიანი, ნათელი გონების, ჩემზე ბევრად სწრაფი ტექნიკური უნარების ადამიანი გუნდში მყავდეს, მაგრამ ის სანამ კარგ სტრატეგოსად ჩამოყალიბდება, მას აქ გამოცდილება არის შეუცვლელი რა. ცოდნაც, კომპეტენციაც და გამოცდილებაც. ამიტომ ერთი არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ გესმოდეს, როგორ ორგანიზაცია როგორ ფუნქციონირებს, შენ უნდა გქონდეს ამ ბიზნესზე გარკვეული წარმოდგენა, ინდუსტრიაზე აუცილებლად ცოდნა, რაშიც ჩვენი კვლევები და ამხელა მიმართულება ისტორიული მონაცემი მაქვს საქართველოში მოქმედი ბიზნესების, რა მე მგონი სფერო არ არის, რომელშიც ჩვენ რაღაცა მონაცემი არა გვაქვს. ეს ძალიან გვადგება, რომ ეს ცოდნა არსებობს, ინსტიტუციონალური ცოდნაც არსებობს, თვითონ იმ კომპანიის ფარგლებში არსებობს, თუ კი რამე მასალა არსებობს, ბაზრის კვლევები არსებობს, მეორადი მონაცემები არსებობს თუ ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში ხა პირდაპირ პირველადი მონაცემების მოპოვებაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. მონაცემები, ბიზნესის ცოდნა და ლიდერშიპში პერსონალური გარდატეხის ელემენტი, კოუჩინგი, შეიძლება ითქვას. ეს სამი ინსტრუმენტარია, რომელსაც ახლა ძალიან ბევრი ტექნიკები არის და მატრიცებზე აღარ ვილაპარაკებ და ტექნიკებზე რასაც ვიყენებთ პროცესში, მაგრამ როგორ მუშაობთ ეს არის. მე აუცილებლად მომაქვს ინფორმაცია და მომაქვს ინფორმაცია, რაღაცას დაფუძნებით ვიწყებ, შენ რომ იყვები დირექტორი, რა არის გამოწვევა კომპანიაში, ეს არის მარტო შენი დანახული. და მე მჭირდება რომ დავინახო სხვა პერსპექტივები ამავე კომპანიაში. მე მინდა დავინახო შენი მენეჯერები ამას როგორ ხედავენ, შენი აქციონერები ამას როგორ ხედავენ, შენი კლიენტები ამას როგორ ხედავენ, იგივე ამოცანას. მე მინდა რომ დავინახო საკითხი და შენც დაგანახო, მარტო მე დავინახო კი არა, შენც დაგანახო სხვა პერსპექტივა. ზოგჯერ მარტო ესეც კი საკმარისია, რომ სხვა განსხვავებული პერსპექტივა გაუხსნა გუნდს და სულ ვიძახი ხოლმე რომ ესე მახსენდება რომ ყველა თავისი ფანჯრიდან იყურება. თქვა წარმოიდგინე. თავისი სათვალე უკეთია. სათვალე, წარმოიდგინე რომ ხარ სასტუმროში რა და შენი ფანჯარა გადის ზღვის პირას. არ გამოსულხარ ამ სასტუმროდან, შენი ოთახიდან. ვიღაცის ტყეა უკან, ვიღაცას გზა და ზოგ საერთოდ არ აქვს რა, კედელი აქვს რა. სანამ ამ სახურავზე არ იყო, ზოგს ტყეში გონია თავი რო არის, ზოგს ზღვაზე გონია. ნამდვილი ბაბილონის გოდოლი არის ორგანიზაციებში, რომელშიც შევდივართ ხოლმე, ხშირად.
ხშირად. და აი ეს რომ ეს განსხვავებული პერსპექტივები დავანახოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდ პატივს ვცემ მე ინტუიციას, ბიზნეს ინტუიციას, იმიტომ რომ ესეც არის შეიძლება არასახელდარქმეული ინფორმაცია, რომელიც გამოცდილებით მოდის და აი ალღო გაქვს უკვე რაღაცის, მაგრამ ასევე უდიდეს პატივს ვცემ როგორც მკვლევარი და ანალიტიკოსი ობიექტურ მონაცემებს. ამის თუნდაც არჩევანს ვაკეთებდე ინტუიციის სასარგებლოდ, გააზრებული უნდა იყოს ეს არჩევანი რა რისკზე მიდიხარ. მე არ ვიძახი რომ მაინდა-მაინც ყოფილა შემთხვევები რომ აი რასაც მონაცემი მაჩვენებს ამის საწინააღმდეგოს გავუბედავ და შეიძლება მაგრამ მე ვიცი სად მივდივარ და რაზე მივდივარ. ამიტომ მონაცემები აუცილებელია. ფასილიტაციური მეთოდი არის აუცილებლად ჩვენ ვაკეთებთ ვიყენებთ კლიენტისვე ჯერთი ექსპერტულ ცოდნას, იმიტომ რომ არ შეიძლება მე ერთდროულად ვიყო საბანკო საქმის ექსპერტი, თუმცა ყველაფერს ჩაძვირვა გვიწევს და რა ვიცი, ბორჯომის ინგრედიენტებიდან დაწყებული ბანკის პროდუქტების სპეციფიკით დამთავრებული გვიწევს რომ გავერკვიოთ ამაში, მაგრამ ახლა რამხელა ექსპერტიზა რაც ხალხმა 20 ან 10 წლის განმავლობაში ხო გამორიცხულია, ამიტომ ამათი როგორ შეიძლება რომ ეს ექსპერტიზა დაიკარგოს ეს ერთი და მეორე თვითონ პროცესი co-creations ვეძახი თანაშექმნის პროცესი სტრატეგია დაწერა დირექტორმა და კონსულტანტმა ერთად არ მუშაობს ეს სტრატეგიები აუცილებელია რომ მე შევუერთდე აი ხა გუში მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რომ ყოველთვის რა დირექტორს ხო აქვს ეს ხედვები ხო უნდა აქვს და მოდი აი ძალიან გულწრფელად ვთქვათ რომ ბიზნესებში პირველ პირებს, რომელიც არიან ვიზიონერები, ხშირად და ყველაზე მეტი ჰოლისტიკური ხედვაც აქვს, იმიტომ რომ არ არის სპეციფიურად რაღაცა სფეროს ჩაძირული. ზემოდან უყურებს და ისედაც პირველი პირი იმიტომ არის, რომ ეს თვისებები აქვს რა. და რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში მისი დაგროვილი კომპეტენცია და ეს ჰოლისტიკური რომ ფინანსებში ცერკვევა, მარკეტინგში ცერკვევა, HR-ში ცერკვევა, ანუ მეტი აქვს კომპეტენცია შეიძლება რომელიღაცა მის ერთ-ერთი განყოფილების უფროსზე მეტი შეიძლება კონდეს. და რომ მიუშვა დაწერს სტრატეგიას, მაგრამ ეს სტრატეგია არ გახდება ამ გუნდის სტრატეგია და მეტიც ამ სტრატეგიას ხედვის დონეზე შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ხაზი, მაგრამ რეალიზმი, აღსრულების ნაწილი ამისი ხო მნიშვნელოვანი, ისეთი მნიშვნელოვანი როგორც იდეა, ხო? ამიტომ აი ეს რომ ჩვენ ერთად ქმნით ამას ეს პროცესი და ეს არის სულ ვორქშოპული პროცესი, ანუ მონაცემზე დაფუძნებული input ინფორმაციას ვეძახ რომ გათანაბრდეს ცოდნები, ყველა მიცოდეს, აი მაგალითად მარკეტერი ხედავს რას ფიქრობს მომხმარებელი, მაგრამ HR შეიძლება თვალის ნანახი არ აქვს, ან ოპერაციულს, ხო? ამ ასე ვთქვათ, ფინანსები უყურებს ფინანსებს, მაგრამ HR-ი არასდროს არ დაინტერესებულა ebitati, არ იციან. ანუ საერთოდ არის. ამიტომ აი ამ პერსპექტივებით დანახვება და მიცემას იმის ინფორმაციის, საკმარის ინფორმაციის რომ იმისჯელონ ამ ადამიანებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მხარდაჭერა ამ კუთხით და მე რაც ვთქვი მესამე ეს აუცილებელია ეს მონაცემი, ჯგუფური მუშაობა, თანაშექმნა, მესამე არის ინდივიდუალური მუშაობა, იმიტომ რომ გაგიკვირდება რამდენი კარგი იდეა ან სტრატეგია იმიტომ იბლოკება მარტო რომ არსებობს პიროვნული შიშები, ინტერესთა კონფლიქტები, ფარული ან ღია, მე ეს რომ მართლა ესე მოხდეს მე ფუნქციას ხო არ დავკარგავ, ეს და ამიტომ ეწინააღმდეგება იდეას რომელიც აი თვალსაჩინოდ კარგია, ხო? ამიტომ ინდივიდუალური შეხვედრები, მხარდაჭერა, იდენტიფიცირება ასეთი მტკივნეულების წინააღმდეგობის დეკლარირება, რომ ხალხო რატო ვკამათობთ, რა არის ამაში სინამდვილე, გახსნილობის, უსაფრთხოების შექმნა, რომ ეს დიალოგი იყოს არა მარტო პროფესიული, არამედ იმიტომ რომ გუნდი უნდა შექმნა. ხო და გუნდის თემა კიდე მეორე თემა არის რომელიც ასევე ჩემი აღმოჩენა თანამოაზრეებთან ერთად რომ ერთ-ერთ ჩემ გამოსვლაში ამაზე ბევრი ვილაპარაკე რომ ყველაზე უბედური ადამიანი ხშირად არის კომპანიებში არის CEO. იმიტომ რომ მარტოა. ანუ მისი გუნდის წევრები რომ მოდიან, აი შეხვედრებს, აი დააკვირდი თუ მოხვდები ახლა სხვებთან რა. გუნდის წევრები ჯერთი ეს არის მენეჯმენტის გუნდი, რო ქვია, ეს გუნდად არ არის ხშირად ასე როგორც ერთი გუნდი არ აქვს დახმა. რატო? იმიტომ რომ ყველა არის თავისი გუნდის წარმომადგენელი. პროფკავშირებს ვეძახი. მოვიდა დირექტორთან პროფკავშირები, რომ თავისი გუნდის ინტერესები აქვს. კი, და დაცვაში არიან ხოლმე ხშირად, ქონია ეგ შემთხვევა. და ეს დირექტორის გუნდი ვინ უნდა იყოს? მისი პირველი ფოქტები. ეს საიდან მოდის ჩემი ეს იყო ჩემი ერთი ინსაიტი, რომ
ადამიანებს აქვს წარმოდგენა, იმიტომ რომ ძალიან იერარქიულ სისტემაში გვაქვს წარმოდგენა ვიზუალურადაც ხო ესე ვხედავდით ორგანიზაციას, რომ ძალიან იერარქიულია. აქ რომ ერთი გუნდი, ანუ ადამიანი თითქოს ერთ გუნდშია და თუ ორგანიზაცია შეხედავ როგორც ქსელს, რაც თანამედროვე მენეჯმენტი იძახის, რომ ყველა ორგანიზაცია არის ქსელი, ქვეყანა არის ქსელი, ანუ ქსელია, ქსელურია სინამდვილეში არ არის ასეთი. ქსელია, ყველა ერთმანეთთან კავშირში ვართ, ხო? თუ ასე შეხედავ, შენ გაცნობიერებ, რომ შენ ერთი კი არ შეიძლება 3-4 გუნდის წევრი იყო და ეს მიკუთვნებულობა და როლების ცვლილება, რომ მე აქ ლიდერი ვარ, იქ გუნდის წევრი ვარ, აქ მხარდამჭერი ვარ, კი ბატონო, დირექტორი ვარ, მაგრამ პროექტში შეიძლება ვიყო ექსპერტული ჩართულობით და პროექტის ლიდი სხვა იყოს, მე არ ვიყო, ხო? ასევე, ანუ მე ვარ ამ ჩემი გუნდის ლიდი, მაგრამ მე ვარ მენეჯმენტის გუნდის წევრი და ესეც ჩემი გუნდია და ისიც ჩემი გუნდია და მე უნდა ვაბალანსო აქედან იქით ჩავიტანო იქიდან აქ ქვემოდან ზემოთ ამოვიტანო ზემოდან ქვევით ჩავიტანო და ძალიან ხშირად აი აქ ჩერდება აქ ვილაპარაკეთ და მე ვიცავ ჩემებს აქ ან არა მომაქვს პრობლემები ხო ხდება აი აქ ვაკავებ ხო ანუ აი ეს ამიტომ ამაზე ძალიან ბევრს მუშაობთ. მეც კი პასუხი რა მაკითხვაზე რა. მის სიამოვნებით კაცო. მე ჩემი თორე რომ სტრატეგიაზე როგორ მუშაობ, იღებ ტელეფონს, რეკავ ტიკასთან და მუშაობ სტრატეგიას. ეგ არის ჩემი გამოცდილება, მე სხვანაირად არ მიქნი. რა ის რამერი კითხვა რა უბრალოდ რა მაინტერესებდა რა. ჩემი გამოცდილებით წინა ეპიზოდზე ვყვებოდი იყო რომ როგორც კი ხედვა გაქვს, ანუ 1-10 ადვილდება სტრატეგია რა. ხედვის გარშემოში ვერ ხვდები რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რავი, რა გვინდა, რას ხედავ და რა მომავალს ქნით, თორე ისე 1000 გზა არის წასვლის. ეგეთი და ანუ ეგეთი ძალიან რაც მომეწონა ერთ-ერთი მეთოდი, ტექნიკური მეთოდი არის. იყო ეს house მეთოდი ქვია რა. ზევით რო ხედვაა სახურავში და მე სტრატეგიულ ბოძებს რო ჩამოხვალ, მე ინიციატივებს ნახო და მე ფუნდამენტში დებ უკვე რესურსებს და სტრუქტურას ასე ვთქვათ. რა ალბათ მან შეიძლება გადავთარგმნოთ სტრუქტურა კულტურაში რო გადავთარგმნოთ და რესურსი რო capability-ებში თუ რაც ქვია, მაგას უნარჩვევებში, ეგ მომეწონა ძალიან, აი რაღაცნაირად ჩამიჯდა, თითქოს ორგანული გახდა. და მაგეთკენ მაინტერესებდა, ანუ შენ რომელი პრეფერენცია გაქვს ხოლმე, აი როგორ სტრუქტურულად როგორ იფიქრობ? გასაგებია რომ ვორქშოპულად, გასაგებია რომ ინდივიდუალურად. აი ფიქრის სტრუქტურა როგორ მოგწონს შენ პირადად, თქვა და რას ხმარო? პირველი დიაგნოსტიკა არის ჩემთვის, რომ ამოცანა დავინახო და მე რა თქმა უნდა, აი ამოცანა რას სად გინდა რომ მივიდეს? თუ დიაგნოსტიკა არა, დიაგნოსტიკა დღესად ვართ. დღესად ვართ. და როგორ ვართ და რამდენად მიმართებაში სათხარ. შეხედე თვითონ ამ ჩვენივე Power Sum-ის მოდელით გვაქვს დიაგნოსტირება. სადაც ვაკეთებ დიაგნოსტირებას, ხედვაში რამდენად ერთიანია გუნდი. კულტურაში რა ბარიერები, ზრდის ბარიერები რა არის, რა უშლის ხელს, რომ შეიძლება იდეა აქვს, მაგრამ პრობლემა კულტურაშია და აქ არის ცვლილება გასაკეთებელი და აღსრულებაში როგორ გამოიხატება ეს პრობლემები. ძალიან ხშირად აღსრულებაში უამრავ პრობლემას ასახელებენ, მაგრამ არასდროს არ წყდება აინშტაინის არ იყოს აინშტაინის რომ არ ვერ გადაწყდება პრობლემა იმ დონეზე რომელზეც ის წარმოიშვა. ანუ საოპერაციო დონეზე წარმოშობილი პრობლემები ცდილობენ რომ საოპერაციო დონეზევე გადაწყდეს, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ პრიორიტეტები და ხედვა არ არის ადეკვატური. ამიტომ ამას სიმპტომებად ვუყურებთ, რომ ეს რა არის და ვიწყებთ ხედვიდან. ხედვის ან ფორმირება, ან რეფორმულირება, ან დაზუსტება. და მერე სტრატეგიაზე. ანუ თუ კომპანიაში საერთოდ ხედვა, ანუ ფურცელზეა მარტო და გააზრებული არ არის, ან არც აქვთ ესე და უბრალოდ ამბიცია აქვთ, გავხდეთ პირველები დავწეროთ ბევრი ფული, ანუ თუ ეს არის სტრატეგია, ხო? და ხედვა თუ ეს არის, ანუ პირველი რასაც ვაკეთებთ, ამის გაცნობიერებას ვაკეთებთ, რომ ვეხმარებით ამის გაცნობიერებაში კომპანიას, რომ მოდი რა, ოცნებით გავერთიანდეთ. ოკეი, პირველი ეს არის, რა გვინდა? საერთოდ ამ სფეროში, რატო? ანუ შენ ადამიანს, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ ამ გაკეთების შენი უნარები, რატო ერთში ესფერო? რატო იძინებ და იღვიძებ იმითი, რომ რაღაცა რა პრობლემის გადაჭრა გინდა? რისთვის ახარ საერთოდ? ანუ ამის გაცნობიერებით ვიწყებთ, იმიტომ რომ ნებისმიერი მოტივაციის უკან არის სურვილი, დრაივერი, მიზნის, ის კი არ არის დრაივერი, რომ ახლა 5 KPI მაქვს და 5 მილიონი, ანუ ეს არ არის დრაივერი, ხო? ეგეთი რაღაც რო აღმოაჩინე, რომ მაგ დროს აღმასრულებელ გუნდში
ან თუნდაც საშუალო გულშან თუნდაც რა მნიშვნელობა არ აქვს. აღმოჩნდეს რა აქ იმიტომ ვარ რომ რავი ხელფასი მაქვს მარტო რა გადარჩენით ვარ დაკავებული. აბსოლუტურად. ანუ შეიძლება ესეთი იყოს და მქონია ეგეთი გამოცდილება მქონია რომ ერთი არა თქვენთან არ იყო მე მგონი ერთ-ერთ მაშინ მქონდა ერთ-ერთ გუნდში ეგეთი გამოცდილება რომ ადამიანმა თქვა რომ მე რომ მოვედი სულ სხვა მისია მეგონა რომ ვემსახურებოდი. ანუ სფერო შეიძლება იგივე იყოს რომელშიც უნდოდა მაგრამ ამ კომპანიამ რა და მენეჯმენტის გუნდის სხვა წევრებმა რაც გადაწყვიტა რაც არის მისია მაგალითად ვიღაცა შეიძლება სიგარების დაძღვე ის უნდოდა ხო ამაში მონაწილეობა და ამათმა თქვათ თქვენს რომ მოდი ხელმისაწვდომი გავხადოთ რაღაცა. ნუ პატარავა არ მოეწონა ვერაინთო ოკეი ერთი არის რომ ცადოთ ხომ არ შეიძლება სინთეზი რომ მისი ინტერესები დასინთეზირდეს იმიტომ რომ იქ ვინც უნდა შექმნას ეს წარმატება ვინც უნდა შექმნას და ვინც უნდა წაიყვანოს კომპანია მისისკენ იმათ უნდა შეეროდეს ამის ხო ეს ძალიან პირველი ჩემი ეს არის რომ ნახო სინთეზი გამოდის თუ არა მაგრამ თუ აქ არის ადამიანი რომელსაც უკვე მიხვდა რომ აქ არ უნდა უკვე მიხვდა რომ აქ ამოწურა თავი ან არაინტერესებს საბოლოო ჯამში გრძელვადიანად აქ არის ხოლმე ორი თემა გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია შეიძლება ადამიანმა თქვას რომ მე მივხვდი რომ იცი რა ესეთ მესეჯებსაც კი ღიად ვუშვებ ხოლმე რომ წარმოიდგინე რომ აი ხა აქედან კიდე 2, 3, 5 წელი შენი ცხოვრების ეს იქნება გაწირვა თუ შენ საშინლად არ გინდა რომ აქ იყო და რატო როცა ეხა მე ხო არ მაქვს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა რომელიც კომპეტენცია არ აქვს რესურსი არ აქვს ვერ დასაქმდება ანუ ტოპ მენეჯმენტი გადაწყვეტილებაა რა შეიძლება კარგ სიტყვაში ზიხარ რა თქმა უნდა და არავინ არ უბრუნდება ხა ადექი და წადი მაგრამ ჩვენ ვეუბნებით ნახე რომ მინიმუმ იმაზე აიღე პასუხისმგებლობა რომ ხარდაჭერას მოგცე მამაში რაღაცა ვადით ხო ოკეი ანუ ამაზე მზად ხარ რომ მინიმუმ 1 წელი ჩვენთან ერთად იყო თუ არა მაშინ მოდი შევთანხმდეთ ხო disagree and commit ხო არა disagree and commit კიდე შეიძლება სხვა რამე იყოს შეიძლება მისიასთან ახლოს ვიყო მანთებდეს ეგ თემა არ მომწონდეს გზა ან მეთოდი ან რაღაცა ეხება რა ამასაც ეხება იმასაც ეხება მეტი ჭიდაობა ხახუნი მიდის მერე მათ როგორ ვაკეთებთ მაგრამ ეს არის ჯამრთელი ხახუნი კი ეგ მოსული ეგ რაც უფრო განსხვავებული და რადიკალური წარმოდგენებია მით უფრო მეტი შანსია რომ რაღაცა ინოვაციური და საინტერესო შექმნა ამიტომ მე ამას არ უყურებ ხოლმე როგორც გამოწვევას ზოგჯერ აი მართლა თვითონ უჩნდება ჩიში ან აქვთ უკვე რომ იმდენად განსხვავებულია ჩვენი მოსაზრებები რომ აი აქედან არაფერი არ გამოვა მაგრამ აი სინთეზი მე ვფიქრობ ერთი რაც ძლიერი აი პირადად ჩემი შეიძლება ეს უნარია და ამას როგორც მეთოდსაც კულტივაციას ვაკეთებთ ამისას და ჩემი სხვა თანამშრომლებიც ამას სწავლობენ სინთეზი ეს არის ძალიან საინტერესო შავი თეთრი არა მოდი რა შევქმნათ რაღაცა აქედან შევქმნათ ამიტომ აი ამ გზების შერწყმის და ერთი გამოცდილებაც კი რომ წრო წარმოუდგინოთ რომ წარმოუდგენ აი მოდი ვეუბნები დაუშვათ რომ აი მაგალითად ჩვენ ვერ გავზრდით დაზღვევაში სიტყვაზე ვიძახი გადასახადს იმიტომ რომ ბაზარი ცუდად ზეგარ და ვერ შევამცირებთ ხარც იმიტომ რომ იქ ის რა ვქნათ ხა ხო რა გავაკეთე ანუ მე პირადად შეიძლება ამის პასუხი არ მქონდეს ამ ხელა კომპეტენციაც არ მქონდეს რომ ის სფეროში ვურჩა მაგრამ რასაც ვაკეთებ როგორც კონსულტანტი ვეუბნები რომ დაშვება გავაკეთოთ რომ ესეთი გამოსავალი არსებობს. ანუ აი მართლაც რომ ვიძახი რომ ლიდერი მოდი რა დაუშვათ, იმიტომ რომ თუ ან ერთი უნდა შევავიწროვოთ მომხმარებელი, ან მომწოდებელი ეს ბიზნესი ესე იგი ვერ გადარჩება. მაინც ვერ ხო ხვდები? ამიტომ ეს იქნება დროებითი გამოსავალი. მოდი გავაკეთოთ დაშვება რომ ესეთი გამოსავალი არსებობს და უკვე ეს აი მართლა ტვინწყობის ცვლილებაზე ან მაგალითად ახლა ერთი кейსი მქონდა როცა კლიენტი იძახდა რომ აი ჩვენ ყოველწლიურად 5%-ზე მეტი ვერ ვიზრდებით და იმიტომ ვერ ვიზრდებით რომ აქ შესაძლებლობები არ არის მაშინ რატომ ეძახი ვეუბნები მოდი მინიმუმ აი მასე შევთანხმდეთ რომ დაშვება გააკეთე რომ შენ ვერ ხედავ არსებობს გზა თუ არ გჯერა, მაშინ ყველა გადაყრე ფულს, მე ხა თუ ყარად გჯერა 5%-ის იქით ზრდა არ არის, მე რა ვიცი რა, ყილაზე თუ გადავიდე. ანუ მეტყვი რომ არა ესე არ მუშაობს. მე ხა ყველაზე მეტად აი ამ აქამდე რაც ვისაუბრეთ, ერთი რაც ძალიან მკვეთრად აქამდე ესე არ მიფიქრია, რაც დამჩა იყო რომ შენ ძალიან მაგრად ფლობ
DAS მეთოდს ან და კი არა DAS მეთოდს ყველაფერში რასაც ვისმენდი ყოველთვის იყო ძალიან მაგრა დანახული DAS შესაძლებლობა და ეხლა ამას იმიტომ ამბობ რომ პირადად ჩემთვის ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩელენჯია გამოწვევა იმიტომ რომ ძალიან მარტივად კეტავს ჩემი ტვინი ანებით რაღაცეებს რა და აი ხა რადგან ამ წიგნით წამოიღულ თემებზე საუბრობთ ცინის წინა ეპიზოდშიც ვისაუბრეთ ამ ან და მიდგომაზე იმიტომ რომ ერთ-ერთი საკითხია რა რომელსაც გვთავაზობს განსახილველად რა და აი ხა რო გისმენდი ბევრ სხვანაირად მივიღე რა რეალურად მნიშვნელოვნად ზრდის შესაძლებლობებს მოქმედებისაც, ფიქრისაც და ყველაფრის რა ეს ანდას თემა ძალიან მაგარი ისაა. კონფლიქტის წყარო მეთარგმნება ეხლა დღევანდელ საუბარს უსმენთ რამდენად დაალაგდა რაღაცები ხო? რაღაცას ისეთ იმათ შეიძლება წავიღოთ დავალებად კი არა და სავარჯიშოდ ეს ვფიქრობ რომ როგორც კი რაღაცა კონფლიქტი არის, აბა მან დაუსვი კითხვა ან პრიზმაში ხარ და შემთხვევით დასხვა შემოიტანდი რომ კონფლიქტი ჩაცხრეს და აბა იქნებ დათი მოუგვარდეთ რა. კი, კონფლიქტი ის არის რომ მე მართალი ვარ და შენ მართალი ხარ. ანუ არა მე ვარ მართალი, არა შენ ხარ მართალი და ასევე წარმოდგენა მის შესახებ რომ მე რომ მივიღო შენ უნდა გამოგართვა. ანუ всё, ანუ ზიარჭურჭელია და აქ მიდის რა თქმა უნდა. და როცა ვიძახი რომ იქნება არსებობს გზა სადაც შენს ბედნიერი იქნება და მეც ბედნიერი იქნება. ეხლა მე მოლაპარაკების ტრენინგსაც ვაკეთებდი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მართლა ცნობიერების დონეზე ცვლილებას ვაკეთებ ხოლმე ამ მოლაპარაკების ტრენინგში ზუსტად ეგ არის რომ დაშვება გააკეთე ორი ვერსია სადღაც არის რომ მართლა გამოუვალი აი ვერასდროს ვერ შევთანხმდებით არ გვაკვეთის წერტილი ამასაც ვაცნობიერებ ხა ყოველთვის შეიძლება ვერ იპოვო მაგრამ მაშინ ვიშლებით აღარ კამათობ აღარ კამათობ ვიშლებით ხო და მეორე არის რომ თუ კიდევ სხედვართ ჩვენ მაგას შენთვის მე ჩემთვის არის და ორივე რობერტიერი ვარ. თურმე შეიძლება ერთ კომპანიაში არ ვიყოთ. შეიძლება ანუ თემა რა არის რომ ყველა როგორ მე ვფიქრობ როგორ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ის არის რომ აი ამ სტატიკურ თავის ხედვაში პერსპექტივას ვაცვლებინებთ. მარტო და არ არის ეს. აი მაგალითად ეს არის ერთადერთი გზა. და ეგ არის კიდევ რამე სხვა გზა. და всё ამას თუ ვერ გავაკეთებ და ეს თუ ასე არის ზამს ან ეს კლიენტი ხო მსხვილი კლიენტები და იქნებ მცირეში რამე არის რა მცირე ბიზნესში ან იქნებ რამე პროდუქტი არა ჩვენ ვერ იაფები ვერ გავხდებით და იქნებ ისეთი პროდუქტი რომ იაფი კი არ არის იაფი ჯდება მაგრამ ეს არის მაინც კაი ტიპი ხარ რა ანუ ის კი არა რომ უცბად გახდი იაფასიანი წარმოებ და არსი დაკარგე მთელი შენი ბრენდის არამედ იაფი გადაჭრის გზა იპოვე რაღაცის და მისთვის სასარგებლო გააკეთე. ანუ აი სხვა პერსპექტივა რომ გაჭედილი რო არის, ტვინი რო არის, რომ კედელს მიადგა და მე ამ კედელს ურახუნებენ თავს და აქ და მტკიცებაში თუ არიან ახლა ადამიანები. ეგ კიდე მეორე თემა არის, იმიტომ რომ მტკიცება გინდა მოლაპარაკებაში და გინდა გუნდში შიგნით. მე როცა ვეძებ არგუმენტებს, წარმოიდგინე რომ აი აქ ვართ ორი, აი მე და შენ რა. და შენი არგუმენტი ჩვენ უნდა მიუახლოვდეთ ერთმანეთს ეს უნდა მოხდეს ხო სინამდვილეში შენ არგუმენტებს შენი პირობით აი ამ სიმართლისთვის თუ ამატებ ანუ წარმოიდგინე რომ ამ შენი სიმართლით დადე აგური ამან აქ დადო აგური ამან დადო აგური კედელი შენდება საერთოდ აღარ უახლოვდები ანუ მე მყარდები ჩემს პოზიციაში ხო ნაცნობი ვითარება შემთხვევაში ამიტომ არგუმენტების ძებნა კი არ მინდა მე როგორ არ გამოვა ის რასაც შენი ძახი. მინდა რომ შენ ჩემ მხარეს გადმოხვიდე და ამის ტექნიკებიც გვაქვს. როგორ შეიძლება რომ შენ ჩემი პერსპექტივიდან გაფიქრო და მე კიდე შენი პერსპექტივიდან გაფიქრო. ანუ ეხლა ეს უკვე მილიონი სხვადასხვა ინსტრუმენტი გვაქვს როგორც ამას ვაკეთებინებთ ადამიანებს და რასაც ვიყენებთ, მაგრამ თემა ეს არის რომ აი შიფტი გააკეთებინო და მე всё აი ეს მოდის აჰა მომენტი რომ ჩნდება, მე უკვე აი რა შეიძლება თუნდაც მე მირჩიო და შესაბამისად ვინც გვისმენს და გვიყურებს იმანაც მე ღირებულება იყოს რომ როდესაც თავს ერთი რაც ვიცი და ვიძახი აი რომ მაგრამი სიტყვა თუ მაგრამ გაქვს ან და ან გაქვს შეცვალე დათი თქვათ ეგ და უცებ ცვლის ამ პარადიგმას ერთსაც ვიტყვი რა არ გამოვას რო იძახიან კითხე როგორ გამოვა არ გამოვას მაგრამ როგორ გამოვა ოკეი მჯერა რომ ესე არ გამოვა როგორ გამოვა
რა უნდა მოხდეს რომ გამოვიდეს ან რა არის საჭირო იმის რომ გამოვიდეს ბატონო როგორ გამოვა всё იმის მაგრამ რომ მიმტკიცო 100 არგუმენტი მომიტანო არ გამოვა როგორ გამოვა რა როგორ გამოვა ისევ ის პოსტა ცოცხალია ჩემში ძალიან და მაგიტომ ახსენდება არა ზუსტად რა how to კითხვის ფორმულირება ჰორმოზისთან ოფერის გაკეთების დროს რა ანუ რა წინააღმდეგობები რაც აქვს how to-ა ძალიან მაგარია ხო აი ძალიან მაგარი როგორ და ამითი პოტენციალს რო ხსნი შეხედე რა არის რომ ამაში როცა მე მტკიცებაში ვარ ბრასში ვარ შიში ვარ რომ შენ წამართმევ დამაპატარავებ პოზიციას გამიუფასურებ ამ ჭიდაობაში შემოქმედებითი ენერგია არ არის საერთოდ ხო ტერიტორიების დაცვა არის და ამ ტერიტორიების დაცვაში და თუ არ არის თანაშექმნა თუ არ არის ეს პროცესი სადაც მე ჩემი ცოდნით შენი ცოდნით ამას ვართ სინთეზი თუ არ ხდება სინერგია თუ არ ხდება, მაშინ 1+1=3 ვერ ხდება, იმიტომ რომ ყველა ანუ რჩება 1 ანუ არაფერი არ გამოდის, ხო? და აი როგორც კი უდიდესი ზოგჯერ ჩემ თანამშრომლებთან აი ხა შეიძლება კლიენტებთან ესე ხმამაღლა არ მეთქვა, მაგრამ ჩემ თანამშრომლებთან როცა ვთქვათ აი ამ გადამაქვს რომ კონსულტანტის როლი როგორი უნდა იყოს და ამის ახსნას როცა ვაკეთებ, ვიცახი რომ 80% არის იმ ადამიანების შესახებ, რომელსაც ვემუშავებთ. 20% არის ჩვენი კომპეტენცია. რაც უნდა მონაცემების კითხვა, რაღაცა ფინანსების ცოდნა, მის ცოდნა, სტრატეგიული ტექნიკების. ოკეი, ეგ არის 20%. იმიტომ რომ თუ ადამიანების პოტენციალი ვერ გავხსენით, თუ ვერ შევქმნით გარემოს, სადაც ამ ადამიანები ერთმანეთს დობას გამოუცხადებენ, ერთნავში ჩაждდებიან და ერთი მიმართულებით დაიწყებენ მოსმას, არანაირი შენი კომპეტენცია ყველას აქ იმას ჩვენ ვისაც ვემუშავებით ჩვენ ხა მცირე ბიზნესში ხშირად არის ცოდნის დეფიციტიც და პატარა ცოდნის მიცემითაც კი წინ მიდიან ხო მაგრამ მსხვილ ბიზნესში შეიძლება ჩემზე უკეთესი განათლების ადამიანები იყვნენ იქ ცოდნის დეფიციტზე მეტად არის ხოლმე არა ნუ რა თქმა უნდა რამდენჯერ ყოფილა რომ ყოფილვარ იმ გუნდის წევრი, სადაც ინდივიდუალურად ალბათ რა ვიცი, სუპერ გუნდი იყო და სტარები რომ ვარსკვლავები ვარ ინდივიდუალურად და გუნდი არ არის, ხო? შედეგი ვერ დავდეთ, ხო? ამიტომ აი ეს და shift-ი twin-ში აი ამის რომ თურმე სხვანაირად გამა წარმატების პირველი წარმატების შექმნა თანაშექმნაში ამისი აღნიშნა ვაუ რა მაგარი და ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერების შეგრძნება ჩნდება გუნდში რომელმაც და ყველაზე დიდი პრობლემები სადაც იყო საუკეთესო შედეგები შეიძლება იქ დაიდოს შეწარმოიდგინე ანუ აი როცა ეს გარდასახვა ხდება წარმოიდგინე რამ ხელა შეკავება ამათი პოტენციალის რა და თქვათ მაინც მიდიან რა პასუხისმგებლობით იმით რა არ იქცევა ეს კომპანია არც ერთი ჩვენ სადაც შევდივარ დაქცეული კომპანია არ არის ხო ანუ რესურსებიც არის მაგრამ იმ პოტენციალს ვერ იყენებენ რა ხო და სადაც ბევრი ეს ჩაგუბებული ის იყო ენერგია იყო კონფლიქტები იყო ფარული ან ღია და ასე შემდეგ აი ეს კვანძის გახსნა იმხელა ენერგიას ათავისუფლებს რომ მე ხარ უყვები ხვდები როგორ მაბედრიერებს ანუ ეს არის ჩემი პროფესიული ბედნიერება როცა აი გუნდების ადამიანებს და ორგანიზაციების პოტენციალს და თან მე ვხედავ წარმოიდგინე მართლა მე რო არ მჯეროდა ვერ ხედავდი როგორ დავეხმარები აი რისიც არ გჯერა იმის ძებნა სხვა არ დაიწყებ ხო და აი რომ მივდივარ ამ ორგანიზაციაში ამ რწმენით მივდივარ რომ თუ ჩვენ ენა ვიპოვეთ, თუ ადამიანები სწორ ადგილას იქნებიან, თუ ისეთ სისტემებს შევქმნით, თუ ისეთ გარემო შევქმნით, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ და გაერთიანდებიან ამ სურვილში და შევქმნით ამის გარემოს, რაღაცა ბრწყინვალეს შექმნიან. ანუ ასე მივდივარ და თითო ადამიანს უყურებ რისი პოტენციალი აქვს. შეიძლება სრულიად არასწორ ადგილას არის. იცი რამდენი кейსი მქონია, რომ მარტო იმიტომ რომ სტრუქტურაში მე მისი როლი და პოზიცია შეიცვალა, აბსოლუტურად და გამოცდილება სოკარში, აი სულ ძალიან დავიმახსოვრე რა, იმის მერე იმათ მაგ პრინციპად მაგ რა, რომ ძალიან მალევე, ანუ მქონდა იარლიკი მიწებებული თანამშრომლზე რომ არ ვარ რა და ერთ ჩემ ეხა არის დირექტორი მე მგონი. კერდა ხო, მაგი იყო, ეხა არის დირექტორი. იმან მითხარ რომ მოდი რა, აი აქეთ არ გინდა, არ გაუშვათო, მოდიო, აი ცოტა ხანი ამ ეს გააკეთოს. სუპერსტარი აღმოჩნდა იქ რა. ანუ იმ საქმეში აღმოჩნდა ვარსკვლავი, ჩვეულებრივად ვარსკვლავი. ანუ ვიცოდი რომ რა შვებოდი რა ადამიანს, შვებოდი რომელიც იხა, ანუ აი შეიძლება
ქორივით გადავფარებოდი ინვესტორამდე. ხო რა, თევზი თუ ხეზე და რატო არა. მაგრამ ცუდი რა არის ცი რომ იმ თევს რო გონია რომ მაიმუნია და ხეზე უნდა იჯდეს. ეგ არის კიდე მეორე თემა. ანუ ერთი არის შენ და მეორეს გონია რომ იმიტომ რომ გონია რომ მარტო მაიმუნებს აფასებენ ამ კომპანიაში და ამიტომ ხეზე უნდა იჯდეს. და ამიტომ ზოგჯერ ამის ცვლილება გვიწევს. აი მაგალითად იყო ერთ-ერთ კომპანიაში რომ ფანტასტიკური დიზაინერია ვთქვათ, მაგრამ მენეჯერის როლში გონია რომ ეს არის დაწინაურება. იმიტომ რომ ამ კომპანიაში თუ არ ახარ მენეჯერი, არ ახარ დაფასებული, ანაზღაურებას ვერასდროს ვერ მიაღწევ და ამ დროს სუპერ ექსპერტი შეიძლება იყოს და ვარსკვლავური პროექტები შექმნას რა, მაგრამ არ იყოს მენეჯერი. ამიტომ აქ სისტემის ნაწილი შემოდის, მარტო ადამიანები არ შემოდის, რომ მე თუ ესეთი ადამიანები მნიშვნელოვანია და სულაც არ მჭირდება რომ იმას ტყუილა ერქვას მენეჯერი გაუბედურდეს, დავკარგო როგორც კარგი დიზაინერი და შევიძინო კარგი მენეჯერი და ხო, მოდი რა შექმნა სისტემა, სადაც პროფესიონალებს აფასებენ, ხო? და შეიძლება მენეჯმენტს ცალკე ფასი აქვს, მაგრამ სუპერ ექსპერტს მენეჯერზე მეტი შემოსავალი და ხელფასი შეიძლება კონდეს, ხო? გააჩნია ბიზნესის სპეციფიკას. ხო, რატო არა? არა, მე ვარ ხე ბიზნესში, სადაც პირიქით. რავი, ექიმი თუ სუპერსტარია და არაკეთებს ადმინისტრატორზე მეც არ ყოფილა ფლაცუმერდა. მე ვარ ბიზნესში, სადაც მე დღესაც დირექტორზე მეტად ჩემი კონსულტანტობა ფასობს. კი, ხო, ანუ რა ქვია, სათამაშო მოედანი ეგ არის რა, ანუ მან ხდება. დირექტორი კი არა, არც არ აინტერესებს ჩემი პოზიცია რა არის, არც ჩემი კლიენტი. სპორტში რა, ეხლა ჯენერალ მენეჯერზე მეც ფეხბურთელი და კალათბურთელი აკეთებს ეგ არის. ვარ, იმიტომ რომ კონსულტანტი. დიდი ხანი მინდოდა ამ კითხვის დასმა და ხა თემატურად მივიდა იქამდე რომ კითხვა დამესვა რა. ყველაზე დიდი ჩავარდნა failure რა გახსენდება? საკუთარში თუ სხვა. აი ხო სხვა შორის მაგ კითხვას კარგია რომ დამესვი, იმიტომ რომ ფიქრობდი როგორ დავსვა კითხვა თქო და რადგან დასვი ორივეგან. საკუთარი დავიწყე. ეხლა ამორჩევა უფრო რთული იქნება, მინდა გითხრა, ვიდრე რა მახსენდება. ანუ მე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი ანუ ზომას ფეილისას როგორ შევაფასებდი. ხო, დიდი ფეილი ჩემთვის არის ან ძალიან უკან გადამაგდო, ან ძალიან ჭკუა მასწავლა. ხო, წინ წამწია ამის გადახარშვამ. ნუ მე იმედი მაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ვაფასებ, რომ ის ფეილები რაც მქონდა კომპანიაში თავის დროზე, სანამ არ მოხდა ამისი გადახარშვა, იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ბარიერი ზრდის და მერე გახდა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ბიძგი, აი ამის აქედან ამოსვლამ ძალიან დიდი ბიძგი მისცა კომპანიას. ფეილები უამრავი იყო, მაგრამ აი რამდენიმე ესეთი კრიტიკული მომენტი იყო კომპანიაში, რომელმაც ჭკუა გვასწავლა. ერთი მე შემიძლია გითხრა, რომ აი ადამიანის არკე შესაძახი ხომ რა, რომ შენ პირად ცხოვრებაში პირველ პირს რა შეზღუდვებიც გაქვს, რა გამოწვევებიც გაქვს, გადაგაგ მთლიანად, არა მარტო პირველს, ყველას მიგვაქვს ჩვენი ისტორია, ჩვენი პერსონალური რწმენები, ისინი მიგვაქვს ორგანიზაციაში, უბრალოდ პირველი პირი ორგანიზაციის უფრო დიდ რეზონანსს იწვევს ორგანიზაციაში, ხო და უფრო მეტი უფლებამოსილება აქვს ამ იმაში, რომ სულელური, უფრო დიდი სულელური გადაწყვეტილება. უფრო მეტი რამის გაფუჭება შეუძლია. უფრო მეტი რამის გაფუჭება შეუძლია. ამიტომ ის რომ თქვათ მე რომ ყანყალებდი შიგნიდან და ჩემ თავს ვეძებდი ეს ორგანიზაციასაც ეთყობოდა რომ მინდა არ მინდა აქ უნდა ვიყო ის უნდა ვიყო ეს უნდა ვიყო აი ეს ყანყალები თავის დროზე ძალიან დაეთყო ის რომ მე რა წარმოდგენაც მქონდა თქვათ პარტნიორობაზე მეგობრობაზე და რაღაცა ბავშვობის დროინდელი მითი წარმოდგენებით შეიძლება უყურებდი და აი ეს წარმოდგენები მომხვდა ცხვირში ერთხელ ორჯერ ის რომ თავგანწირვა რომელსაც მე
ვახსენე უკვე ჩემი კომპანიისთვის ვაკეთებდი მე ამაში ბრაზი რომ აი რამდენ სითხოთ ჩემგან და ამ დროს მე თვითონ შვებოდი ამას რა და ეს გამოტანილი ბრაზში და აგრესიაში რომ რითარ მორჩა ეხლა ეს ამბავი და თურმე შენ უნდა თქვა stop ამაზე შენ უნდა თქვა არასწორ პარტნიორობაზე რომ ამისთვის მზად არ ხარ შენ უნდა თქვა რომ არ მინდა საქმის ისე კეთება მე არ ვარ მზად რომ ისე ვაკეთო რომ შემჭამოს აღარ დავრჩი აღარც დედა აღარც ძოლი აღარც ქალი აღარც არაფერი აღარ დავრჩე და ვიყო მარტო ის ვინც მუშაობს და შრომობს იმისთვის რომ იდეა გადარჩეს არ უნდა ვიყო მარტო ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და პერსონალური ტრანსფორმაციის მე ვფიქრობ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი თუ პერსონალურზე ვილაპარაკებთ ის იყო რომ ანუ როგორც ბევრი კომპანია საქართველოში ძალიან ისეთი ცენტრალიზებული იყო თავის დროზე რა და რაღაცა ეს გმირობის სინდრომი თავგანწირვას ხო იმიტომ აკეთებ რომ ტაშდა გიკრან საბოლოო ჯამში თორე ახლა მართლა ეგეთი კეთილი კი არა ხარ საბოლოო ჯამში ყველაფერი ეგოდან მოდის რა რომ შენ ხარ ის ყველაზე ძლიერი მაგარი ყოჩაღი ლამაზი მაღალი და იცი რომელსაც შეუძლია შენ შეგიძლია სამი ღამის თენება შენ შეგიძლია ეგეთი მაგარი ხარ რომ დაღლილზე ადგე მაინც გააკეთო და ეს არის შენი ეგო შენი ამბიცია ამაში ტრიალებ და პლუს ნუ იდეა მანთებდა ყოველთვის მაგრამ ეს ჯამრთელი ნაწილია იდეა რომ მანთებდა არა ჯამრთელი ეს იყო რასაც ვაკეთებდი ხო და მე ის რომ ანუ ეს ერთადერთობის და განსაკუთრებულობის თემა ხელს მიშლიდა იმაში რომ სხვების განსაკუთრებულობა დამენახა მე მგონი აი ზუსტად ეხა რასაც მე კლიენტებისთვის ვაკეთებ მე რომ ჩემი პერსონალური გამოცდილება არ მქონოდა შეიძლება ასე კარგად რასაც მე უნებია რომ კარგად ვაკეთებ ასე კარგად არ გამომსულოდა იმიტომ რომ მე თვითონ გავლილი მაქვს ეგ მე თვითონ მაქვს მადლი ნანახი იმისი როგორ შეიძლება იყო არა შენი თანამშრომლების სუპერმენი არამედ სუპერმენების გუნდი და პრობლემები ანუ პრობლემა შენი თანამშრომელი კი არ იყოს და ის რომ გამოწვევა არამედ სამყაროში იმდენი რამე არის გამოწვევა აგერ ებრძოლე რასაც გინდა რამდენი გამოწვევა არის ხო თუ მაინდა მეც გმირობა გინდა ის დედაცვატირე რაღა ხო რატომ უნდა იყო ამ ადამიანებს შენი გმირობა კი არ სჭირდება ამ ადამიანებს თვითონ უნდა იყვნენ თავის გმირები თვითონ უნდა რომ იყვნენ იმ პრობლემების გადამჭრელი შენ თუ შეგიძლია მიეცი ამ ადამიანებს ძალზე ეს empowerment-ი ანუ გაძლიერების თემა შიგნიდან წამოვიდა და მე გარეთ გამოვიტანე ანუ ეს იყო რაც პირველი და ფეილის აი როგორც ფეილი ნაკლებად იცი რა ჩვენ დიდი ფეილი რო კომპანია დაფეილდა რაღაცაში არ მახსენდება თუ არ გავიხსენებთ რაღაცა ერთი კონტრაქტი მტკივნეული მომენტი ანუ იმიტომ რომ ძალიან რეფლექსიური კულტურა გვაქვს რა ფეილი რო სუ ბაიხ დღეს მქონდა ძალიან შემეხო რა დღეს მქონდა ერთ-ერთ კოუჩთან მაგაზე საუბარი რომ უბრალოდ თუ რაღაცა სწავლობ მაქედან რაც მოგივიდა ხო ფეილი არ არის ფეილი არა ცუდი სიტყვა ფეილი ასე ცხენია ფეილიზე გამოსtildeება შენ რო იძახთი რომ ან ძალიან უკან დამხია ან გაკვეთილი და უკან რაზაკა მაქედანაც ხო გაკვეთილი მიიღე არა შეიძლება ვერ ამოუწვერი შეიძლება ვერ ამოუწვერი ოკეი დავი ხტები ან შენ ორი თემა არის ერთი არის რომ დღესაც გტკივა და ესე ვამოწმებ ხოლმე თუ მე რო ვიხსენებ რაღაცას ეხაც მტკივა ესე იგი ტკივილი წამოვიღე და გაკვეთილი არ წამოვიღე გარი ტესტია ხტები და თუ ამაზე ვყვები როგორც გამოდა ეხა რაც გავაზიარე აბსოლუტურად ანუ შემიძლია დედარასულელი ვიყავი როგორი მქონდა როგორი ავტორიტეტი რა გმირობას ვეწინებოდი რას ანუ აი ეს რომ შემიძლია რომ თავის დედარასულელი ვიყავი ვიძახო ხო და არ მტკივა არ მრცხვენია არ ვმალავ ეს არის რომ აქედან ვისწავლე მაგრამ რაზეც არ ვყვები გავიგე ესე იგი ის ჯერ კიდე დასამუშავებელი მე ხა მომესმინა რომ ყველა ფეილი მაინც უკავშირდება არა მარტო ჩემი მაინც უკავშირდება ადამიანებს არასოდეს სისტემები არ არის ფეილი ხო ეხლა არა სისტემები არის ფეილი მაპატიე ვერ დაგეთანხმები მაგრამ იმიტომ რომ შენ როგორც ადამიანი არ აფასებ ამ სისტემებს და გონია რომ ადამიანები უნდა გააკეთო მაინც მაგამდე ანუ გადაწყვეტე სისტემებს ადამიანები ქმნიან, თავისი თვარი ქმნიან, მაგრამ შენ თუ თვლი რომ იცი რა საჭიროა ეს სისტემა, რა საჭიროა ამის თქმა, რა საჭიროა კომუნიკაცია, ანუ ესეთი რწმენებში თუ ხარ, მე შედეგს იღებ. და აღმოაჩენო თურმე სისტემა საჭირო ყოფილა. აი ეხა გამახსენდა, აი მაგალითად ჩემი ერთ-ერთი, იმიტომ რომ მე ძალიან მეოცნებე ტიპი ვარ, ანუ ეს რა ვქნა, ესეთი ეს იყო ყოველთვის ჩემი ძლიერი მხარეს და გამოწვევაც.
და წლები დამჭირდა იმაში, რომ ის რასაც მე ვხედავდი 10 წელს, აი ისე ვლაპარაკობ, აი მართლა შემიძლია ისე ვხედავ, რომ თითქოს არის გაკეთებული და ზოგჯერ რომ ვილაპარაკე, მგონია რომ საქმე გავაკეთე. შო დამთავრდა, მე ხო დავხატე თავი. დავშალეთ. ძალიან მომეწონა. და ამას თუ არ მიაყოლე, ხო ახსრულება. ზუსტად, ხედვას ახსრულება ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი. მგონი ძალიან კარგი და სავსე საუბარი გამოგვივიდა ჩვენ. საოცარი მე თუ მკითხო. მე მინდა რომ ისე არ გავუშვათ თიკა თუ ერთ კითხვას არ დაусმევთ და კიდე ეს აქამდე რაც ვაკეთებ. არა, კიდე ერთს და ეგ არის მოკლე პასუხი ექნება მაგას. ვიცი. ერთი წიგნი რომელსაც ერთი წიგნი რომელსაც გვირჩევდი რომ აი ამ ფორმატში ერთი წიგნი რომელსაც გვირჩევდი და ერთი ადამიანი რომელთან ერთადაც მაგ წიგნზე ისაუბრებთ. მაგ წიგნის იდეაზე. აურა საინტერესოა მე ხარ რომელ წიგნსაც გიჩვენებთ უკვე გამოცემული არ არის გამოცემული არა უშ არა ვიცი რომ გამოცემულია ჩვენთვის არა პრობლემა ჩვენ თარგმნაზე არ ვიკაჩებთ არ არის ჩვენ სათარგმნი გვაქვს საკმარისი აი სხვათა შორის ორივე წიგნზე წინა სიტყვაობა იქაც ჩემი დაწერილია და აი ზოგადად გუნდების გუნდი აუ სასწაული იქნა მაგ წიგნმა ანუ ჩემთვის აღმოჩნდა ამ ეტაპზე ძალიან ტრანსფორმაციული პირადად ჩემთვის იმიტომ რომ ბევრი სახელი ვისთან გაიuliდი მაგ წიგნის იდეას აი რამაც შთაგაგონა მაგ წიგნმა ვისთან ისაუბრებდი მაგაზე ქართულთან ხო ანუ აი ხარა ფორმატშიც ვისაუბრებთ გავაწევდი მაგრამ ხო წიგნის გარჩევას არ ვაპირებ და ხა წიგნის აი იდეებზე რა ხო არ ვიცი შეიძლება დიდი რომელიღაცა დიდი კომპანიის CEO-ს მოვწევდი ძალიან დიდი კომპანიის ნუ ან CEO-ს მაინც CEO-ს მოვწევდი მე ვიფიქრე მაგ წიგნზე და მეც მაგ იდეა და ნაწილობრივ დაემთხვა თიკასი ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ მართლა ისე გაიფრთხილე რომ იძახდით 2 საათი ვლაპარაკობთ რომ ერთებო კი 2 საათია საუბრობ ძალიან დიდი მადლობა წინა სიტყვაობისთვის დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დიდი მადლობა იმისთვის რა ენთუზიაზმი და სიყვარულით აკეთებ შენ საქმეს იმიტომ რომ რეალურად სხვებს ეხმარები და ძალიან დასაფასებელია ყველაფერი მადლობა მსმენელს და დიდი მადლობა თიკას და ლაიქი და გამოწერა გამოწერა ეგ უეჭველი ეგ ულაპარაკო ამბავი ძალიან მადლობა თიკას შეხვედრა მეც ვნახო ძალიან კაი ავიშალეთ შეხვედრამდე